ჩვენი პერსონაჟი არ გამოჩნდება მთელი ეპიზოდის განმავლობაში, მისი რა თქმა უნდა სახელით შეცვლილი იქნება. ვაღიარე. ანუ დღესაც ვიტყვი თამაშ დამოკიდებული ვარ. როდის ითამაშე ბოლოს? საკუთარ თავთან მწვენი. მაგრამ ამაყი ვარ დღესაც. მეც გაბრაზებული ვიყავი ეს ადამიანებზე. რატო შეიძლება იყოს ადამიანი დამოკიდებული აი ამ თითის დაჭერაზე? მთელი ეს ამდენ წლიანი ურთიერთობა ხოლო თამაშმა წაიღო. 3 მილიონიან ქვეყანაში არსებობს 1 მილიონი უნიკალური ანგარიში. ყოველი მესამე ადამიანი თამაშობს საქართველოში. 16 წლის განმავლობაში დათვლილი გაქვს საერთოდ რა ახალზე ლაპარაკი? აგება 9 მილიონი ცოტა მეტი. საშიშია თამაში დამოკიდებული ოჯახში. კი. ვერც დედა, ვერც მამა, აი მაგას თამამად ვიტყვი, ვერავინ ვერ აიძულებს თამაშ დამოკიდებულს, რომ თამაშ თავი დაანებოს. ვერავინ. თვითონ თუ არ უნდა გამორიცხული. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეგ ნაბიჯი გადაგადვენდა, რომ უნდა წასულიყავი იქ? რაც დაახლოებით აი ეს 16 წელი დაუკარგე ჩემი თავის განვითარებაში, რაღაცა ერთი ხელის ჩაკიდებით ამაწევინა ამ ადამიანმა და აი ამ თელმა გამოჯანმრთელების პერიოდმა დედა ჩემთან რომელთანაც ნული კომუნიკაცია მქონდა ბოლო პერიოდი რომ მივდივარ მეხუტება. მოგესალმებით ჩერის სივრცის ახალი სეზონით და ჩვენი სპონსორი არის მიწისთხილის კარაქის სნექი. რასავარი არ შეიცავს დანამატებს, არ შეიცავს დამატებით შაქრებს და ძალიან კარგი წყაროა ჯანსაღი ცხიმის და ცილების. ძალიან დიდი მადლობა სნექს ჩვენთან მეგობრობის სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ მე მგონი ბლოგერი არ გაჭაჭანებულა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც რომელსაც არ გაუსინჯავს სნექის მიწისთხილის კარაქი და არ აღმოჩენილა მის ფიდზე. ასე რომ ჩემი ბრალდა შავაო იფიქრა სნეკმა და აგერ ჩვენი მეგობარია. ძალიან დიდი მადლობა მას ამ მეგობრობისთვის. მოკლედ გადავალ ეგრევე ჩემს სტუმართან კითხვით. ჩვენ გვაქვს დღეს ძალიან საინტერესო თემა. ჩვენი პერსონაჟი არ გამოჩნდება მთელი ეპიზოდის განმავლობაში, მისი რა თქმა უნდა სახელით შეცვლილი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი არის რეალური ისტორიები, რეალური გამოცდილება და ამ ეპიზოდის მთავარი მიზანი იქნება, რომ იდეაში ავამაღლოთ ცნობადობა აი ამ პრობლემის შესახებ. მოკლედ, ირაკლი, პირდაპირ გადმოვალ შენთან კითხვით და თუ შეგიძლია მითხრა, როდის ითამაშე ბოლოს? ბოლოს ვითამაშე 2022 წლის 13 აგვისტოს. ანუ საკმაოდ რო გავიდა უკვე 4 წელი ხდება თითქმის და ძალიან მინდა რომ დეტალებში ჩავიდეთ იდეაში ამ თემაზე როგორ დაიწყო ეს ისტორია, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა რაღაცნაირად თამაში ასოცირდება აი ყოველთვის კაზინოებთან რაღაცა ფიშკები, რაღაცა იქ შედიხარ, რაღაც ისეთ მრგვალი რულეტკები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ვიცი სხვადასხვა საშუალებები არსებობს და შენი ისტორია მოგვიყევი, როდის დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ ჩაგითრია? ეს ისტორია დაიწყო სკოლის დამთავრების პერიოდი იყო, როგორც მახსოვს, აი სტუდენტობის პერიოდი ახლოვდებოდა და იყო აი ეს სკოლის მერე აი როცა თავისუფალი დრო ქონდა, აი 5 ლარი რო ხუთლარობდა მაგ პერიოდში ყველა უბანში იყო რაღაცა პატარა პოკერ რაღაც აპარატები იდგა რამოდენიმე შედიოდი ჩვეულებრივად თამაშობდი, არც დაცვა არ გამოწმებდა რეალურად 15 წლის ხარ 21-ის და შედიოდი თამაშობდი და მაქსიმალურად აი გართობისთვის იყო ვიდრე ფულის მოსაგებად. იმიტომ რომ ახალი ხილი იყო მაშინეს და ყველა მეგობრები ვინც ვიყავით რაღაცა ზოგი 5 ლარს, ზოგი 10 ლარს და ესე ვდებდით, შევდიოდით ვერთობოდით. ვაგებდით არ გვწყინდა, ვიგებდით, ვიხაროდა. მაგრამ მე დროთა განმავლობაში მე როცა თან ასაკიც გემატება, ვალდებულებაც გემატება, თანხაც გეზრდება და უკვე გადადიხარ მაგრამ აი როდის გახდი შენ როდის შეამჩნია რომ ამის იქით ანუ ამის გარეშე შენ არ შეგიძლია ერთი დღეც რომ გაატარო ზოგადად მაინტერესებს იქნება არ იყო ყოველდღიური იყო ეს ყოველდღიური არის თითქმის აი დაახლოებით უკვე მესამე კურსზე უკვე აი ესე რომ ვამთავრებდი უკვე ყოველდღიური იყო ანუ ვიღვიძებდი იმითი რომ ერთი სული მქონდა და სულიყავი და მეთამაში რო დღეს შენ უნდა უეჭველი ითამაშო. ვითამაშ. ანუ აქ არ იყო არც წაგებაზე, არც მოგებაზე, ეს იყო უბრალოდ პროცესზე. ანუ აი ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში შენ არასდროს არ გაგიულია, რომ აი ხარ იქნებ ცოტა ფულით შევიდე და მეტით გამოვიდე. ეს მომენტი საერთოდ არ ყოფილა? ეგ მერე შემოვიდა, ეგეთი აზრები, რომ აი მე დაუშვათ რაღაცა თანხა მაქვს და მოდი ახლა ამას გავაორმაგებ. იმიტომ რომ რაღაცისთვის გამოვიყენებ, ჭირდება, მარტივი ფულია. შეგიძლია ვიშოვო 5 წუთში, ვიდრე წახვიდე და 8 საათი ან 9 საათი სადმე იმუშავო.
გაორმაგებულა? გახუთმაგებულა, მაგრამ ჩაგიბრუნებია თუ? ჩაგიბრუნებია. ეს ემოცია, როდესაც შენ შედიხარ აი რაღაცა გასართობი დავარქვათ მაგ ადგილას. ერთი რომ მაშინ დაცვა ან ასაკის შეზღუდვა ან მსგავსი რაღაცა არ ყოფილა, ხო? აი უბნებში რაც იყო გახსნილი, აი პატარები, აი სარდაფებში ესე რო ვთქვათ, მან და არა. აი დიდათ არ აკონტროლებდნენ. იმიტომ რომ ახლა ყველამ ერთ ვიცოდით, იცოდნენ ვინსაც ცხოვრობდით, მე რაღაც გავიცაინთ ისა და ჩვეულებრივად ყველა მიცოდა რომ ვიყავი არასრულწლოვანი. მაგრამ მაინც შევდიოდი. იცი რა არის, ეხა შენ უკვე რადგან ანუ გამოსული ხარ მაგ მდგომარეობიდან, იმასაც მევადგებით რა გზა გაიარე ამ გამოსული ანუ რო გამოსულიყავი. რა მაინტერესებს, თუ შეგიძლია გაიგივო აი ეს ემოცია, რა ემოციას იწვევს. ზუსტად აი ანუ რატო ხდები ამ ემოციაზე დამოკიდებული, აი რასთან ახლოს არის, დავუშვათ ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი ეგეთი დამოკიდებულება ან რაღაცა მსგავსი მიჯაჭვულობა არის არ ქონია. აი მაგალითად, ხა ჩემთვის ეგ რაღაცა ხო, აი თამაშზე რო ვიყო, ანუ ცოტათი დავუშვათ წარმოუდგენლად, რომ მე არასდროს არ მქონია ეგ მომენტი. აი როგორ შეგიძლია რომ ეს ემოცია რაღაცნაირად შეადარო, რომ მე გავიგო რა სიძლიერის ემოციაზეა საუბარი. ესე ცოტა რომ აუხსნა დღევანდელი გადმოსახედიდან რაც მახსოვს და მახსოვს რა მინდა რომ მახსოვდეს, იმიტომ რომ ნუ ეს საჭირო ტვირთია, იმიტომ რომ რეალურად ყოველთვის უნდა ვფიქრობდე რომ სად ვიყავი, სად მოვედი. მაგისთვის და ემოცია არის მე შევადარებდი ისეთ ემოციას, რომელიც აი წარმოვიდგინეთ რომ რაღაცა აბი იყოს, რომელიც არასდროს არ დაგღლით. სულ სიამოვნებდეთ ყურება, გამოყოფდეთ ისეთ ენერგიას, რომელიც აი როგორ შევადარო ცოტა ისე აი სექსის დროს რო პროცესია, ბევრად უკეთესია. იმ მომენტში. თორე აი როგორ ახსნა სხვანაირად. აი ტრიალის, ლოდინის, აი ეს 20 წამი ნებისმიერი, რა ვიცი, სასიამოვნო პროცესი, აი ადამიანი ზოგი ხო არის, რომ წამოწვება ბუნებაში, მინდორში, ცაში იყურება. ყველაფერს ჯობია. თავში ისეთი რაღაცეები ტრიალებს, ანუ გათიშული ხარ. ვერ ფიქრობ, ვერ ანალიზებ რა ხდება, უყურებ მხოლოდ რაღაცა ციფრს, ფერს და ხარ მაქსიმალურად აი შვიდად ვერ ვიტყოდი, აი არ დაძაბულიც არ ხარ, დაფრენა. ანუ პირიქით შფოთი არ გაქვს, რომ აი მე ხარ წაგო. ეს უკვე შემდეგი პროცესია. ეგ უკვე შემდეგი პროცესია. მაგაზე ვერ ფიქრობ. აუ ეხ არ წავალ. ეს ხო აი ძალიან მოკლე პროცესია. გან რამდენ ხანში შეგიძლია ეს გაახანგძლივო ეს სიამოვნება. ეს არის სადამდეც ფული გაქვს. ხო, ძალიან მალე მიდის ეგ ფული მერე. კი, ძალიან მალე მიდის, ნუ მერე უკვე იქ აი შეზღუდვებსაც უწესებ მერე შენ თავს. გინდა დიდხანს ის სიამოვნო? მაშინ სხვანაირად უნდა ითამაშო. ანუ მაგისი ნებისყოფა გააქვს იქ როზი ხარ? რომ გაახანგძლივო ეგ სიამოვნება? შესვლა გაქვს ეგ. იქ უკვე ვეღარ აკონტროლებ. იქ თუ შედიხარ და გააქვს რაღაცა კონკრეტული თანხა და იცი რომ ამან უნდა გასიამოვნოს 2 საათი, იქ რო შედიხარ, შეიძლება 10 წუთში გამოხვიდე. იმიტომ რომ იმხელა ეფექტი მოგცეს და ნაპერწკალი გაგისკდეს ტვინში, რომ აი 2 საათიანს ჯობნიდეს. ეხლა რა მეინტერესებს ოჯახის შემთხვევაში, როდესაც შენ თავიდან აი ესე პატარა გასართობად შედიოდი სკოლის შემდეგ და რაღაცა, სავარაუდოდ ალბათ ოჯახმა ეს ჩვეულებრივად იცოდა. აი როდის დაიწყო დამალვა, ან დამალვა დაიწყო თუ არა ზოგადად, საერთოდ ყოფილა შენ შემთხვევაში, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა ან თუნდაც მთლიანმა ოჯახმა არ იცოდა, რომ შენ მოთამაშე იყავი. დამალვა თავიდან არ მქონა დამალული, იმიტომ რომ რეალურად გართობა იყო და ესე არ ვამბობდი, რომ აი პოკერებში მივდივარ, როგორც ვეძახდით მაშინ, იმიტომ რომ მაინც ის ასაკი ქონდა, რომ უფრო ფეხბურთს, ტოტალიზატორს უფრო თამაშობდით, ვიდრე მაგ პოკერებს და ამიტომ სახში იცოდნენ, რომ აი ხანდახან ბილეთებს ვაკეთებდით და ეგ იყო ყველა დებდით, ანუ რეალურად ხანდახან სახშიც მithოვია, ხა არ ვიყავი იმხელა რომ შემოსავალი მქონოდა და მithოვია რომ აი 10 ლარი 20 ლარი რაღაც ბილეთი მინდა დავწერო, დღეს ბიჭები ვაპირებთ ფეხბურთს ყურებთ. მაგრამ ეს პოკერების ინდუსტრია რო უკვე დაიწყო განვითარება, იქ უკვე დავიწყეთ მალვა, იმიტომ რომ იქ ანუ იქიდან რომ გამოდიხარ, კარს რო ვაღებდით, ვიყურებოდით. არ იყოს დედა, არ იყოს მამა, არ იყოს მეზობელი, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ეს ცუდი იყო. და უკვე ვმალავდით.
ანუ ეს ხო ჩვენ არავინ არ გითხრა რომ აი პოკერებში არ წახვიდე არ ითამაშე აი შინაგანად გრძნობდით ყველა რა ეს ალბათ მშობლების თაობისთვისაც საერთოდ სიახლე იყო ჯერ ერთი ძალიან იდუმალებით მოცული იყო ყოველთვის იმიტომ რომ ეგეთი კარები მე მახსოვს რომ ახსენე უბნის პოკერ რუმები ხო აი ეს მახსოვს გლუვი ფანჯრები ანუ შუშა არ არის და გარედან კარტი ახატია და ნუ აი რაღაცა ინტერესი იდეაში ხო ბადებს უბრალოდ ხო რადგან გარედან კარტი ახატია რაღაცა იცი დაახლოებით შეიძლება შიგნით რა მოხდეს მაგრამ ანუ მშობლებიც არასდროს არ ყოფილან იქ შიგნით ხო რომ ცოდნოდათ ეს ცუდია რეალურად თუ არა ნუ ეხა იქ თავისი გავლილი ქონდათ ეხა მშობლებს მაგრამ ესეთი რო ხდებოდა არ იცოდნენ ეხა იმათმა იცოდნენ იმიტომ რომ მაშინ იყო კაზინო ყველამ ვიცოდით რა იყო კაზინო მე ხა მე ფილმებში მქონა ნანახი მაგასაკში რომ აი მიდიხარ აი ეს რაღაცა აპარატის ინა რულეტს თამაშობ კარს თამაშ ადამიანს უზიხარ ეგ უკვე ძალიან ჰაი კლასი იყო ეს იყო აი უკონტროლო ბაზარი იყო გასართობ ეს დამალვა არის იყო შიშის გამო თუ სირცხვილის გამო სირცხვილის გამო იყო უფრო ვიდრე შიშის და ეს სირცხვილი მთელი ხნის განმავლობაში ანუ რა საადამდეც შენ მორჩი ანუ 2022 წლამდე ეს სირცხვილი სულ თანძდებს მოთამაშეს სულ მოყვება ეგ მოყვება როგორ ვიტყვი დღესაც მოყვება იმიტომ რომ წარსულში ქონდა ეს თამაში იმიტომ რომ აი ხა დღესაც აქ რო ხა ესე ვლაპარაკობ აი დღესაც მოყვება იმიტომ რომ ვაღიარებ ანუ დღესაც ვიტყვი რომ თამაში დამოკიდებული ვარ იმიტომ რომ ესაა ჩემი ცხოვრების ნაწილი. არ ვთამაშობ, მაგრამ ვიცი რომ დამოკიდებული ვარ. ანუ ყველანაირი ხერხი მოვიძიე იმისთვის, რომ ამას შევშვებოდე. მაგრამ ეს სირცხვილის გზნობა ვაღი ანუ კი არ მწვენია აი თქვენთან, ვიღაცასთან, აი დედაჩემთან ამაჩენა. საკუთარ თავთან მწვენია. მაგრამ ამაყი ვარ დღესადაც. მაგრამ ეს სირცხვილის გზნობა ნუ სულთან დამყვება. ანუ აი ვიღაცამ შეიძლება გაიშვიროს თითი და თქვას რომ აი ნახე ეს ის არ არის მაშინ რო იქ თამაშობდა ყოველღამე რო ათენებდა? ირაკლი ეს იმიტომ ხდება რომ არ არის ცნობადობა ხო გეუბნები სანამ მე ახლა აი ამ თემით დამინტერესდებოდი და აი რაღაცებს მოვიძიებდი მანამდე მეც გაბრაზებული ვიყავი ეს ადამიანებზე ანუ მეც ბრაზი მქონდა ეს ადამიანების მიმართ იმიტომ რომ აი როგორც ჩვენ კამერების სანამ ჩავთავდით ხო ველაპარაკეთ ანუ ჩემთვის უფრო გასაგებია ნარკოდამოკიდებულება გასაგები იყო სანამ აი ამას მოვიძიებდი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩემნაირი ადამიანისთვის. იმიტომ რომ ის ნივთიერება ისეთ რაღაცას წარმოქმნის ქიმიურად ჩვენს ორგანიზმში და ტვინში, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. და ეს ხო ანუ ეს ხო პროსტა თამაშია და ვერ ხვდები აი რატო უნდა იყოს ადამიანი, რატო შეიძლება იყოს ადამიანი დამოკიდებული აი ამ თითის დაჭერაზე. ანუ არც ნივთიერება არ არის, არც არაფერი არ არის და უბრალოდ მე იძიებ ინფორმაციას რომ ეს არის თურმე ემოცია, აი როგორც შენახსენე წეგან რომ არის ემოცია რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ჯობია რაც კი რამე გამოგიცდია. რომელსაც აი წეგა როგორც თქვით რა ეს ნარკო დამოკიდებული კიდე სხვა არის. აი ნარკო დამოკიდებული რაღაცას იღებს და მის ტვინში რაღაცები ვითარდება ისე რომ თვითონ შეუულია წაიყვანოს. აქ ვერ მიყავს შენ. რა წაიყვანოს თვითონ? იმასაც ვერ მიყავს. აი ფიქრები დაუშვათ, აი ვიღაცა მოწია. არ ვიცი, მე არ მგონია ეს და გვიქნება აუცილებლად ერთი ეპიზოდი მაგაზე, მაგრამ ფიქრებს იქ არ მგონია რომ შენ ფლად იმის ფუფუნება კონდეს რომ კაიფში მყოფი ტვინი ფიქრები წაიყვანო. შენ თვითონ. ნუ რაღაცები არის. მე ვფიქრობ რომ არის რაღაცები, ბევრისგან ახლა მე არ მქონია შეხება მაგასთან, მაგრამ ბევრისგან ვიცი რომ აი რაღაცებს აი თითქოს შენებურად ატრიალებ. აქ საერთოდ ნული კონტროლი გაქვს. აქ ხარ აი გათიშული შუშის თვალით რაღაცა ნული კონტროლი რაზე ფიქრებს რომ ამბობ აი რა ვერ ფიქრობ. ვერც მოგებაზე ვერ ფიქრობ. ანუ იმ პროცესში იმ პროცესში რო ხარ ვერ ფიქრობ. შენი ფუნქცია უბრალოდ ხარ აი რაღაცა ნახატები მაქვს ესეთი ნანახი რომ აი ვიღაცა თოკით აი თოჯინების თეატრი რო ავიღოთ რა აი ესე ვიღაცა გათამაშებს. შენ ვერაფერ უბრალოდ ხელი გიდევს აპარატზე ზიხარ და ზევით ქვევით და ეკრანს უყურებ. ეხლა რა მაინტერესებს დავუშვათ უეჭველი ყოველი დღე უნდა ითამაშო რა. აი თამაშის მერე ის დღე მშვიდად ხარ? თუ მაინც კიდე იმაზე ფიქრო რომ ხალხ როდის მოვათამაშე და რაღაცა თუ ფული გამიშება თუ არა ეგრევე შევარდე. რესურსი თავიდან აი რაღაცა გარკვეული პერიოდი რო ავიღოთ აი 100% რაც მაქვს ნათამაშები იქიდან პირველი 30%
წყნარად ვიყავ. სახში მოვდიოდი, ვიცოდი, წვებოდი, არ ვდარდობდი ბრჭყალებში, ვიცოდი რომ ხვალინდელი დილა გათენდება, რაღაცა იქნება და ამ რაღაცის იქნებით უეჭველი ვიცი რომ ვითამაშებ. მერე უკვე დაიწყო ის ეტაპი რომ უკვე ის რაღაცა აღარ არის. ანუ უკვე ჩემი სამოქმედოა. ანუ მოთხოვნილება მაქვს, ტვინი მიმუშავებს იმაზე რომ ის ემოცია მინდა მივიღო და უკვე მიდიხარ მაგის საშუალებლად. ხო. იქ უკვე გადავდივართ უკვე სესხებებზე, ბანკებზე და არ მუშაობდი შენ ამ პერიოდს განმავლობაში? დასაწყისში არ მუშაობდი. ვიყავი უმეტესად ოჯახზე დამოკიდებული და აი მეგობრებზე, ვისაც წყალებში რაღაცა თავის რაღაცებს ჩალიჩობდნენ და ფული ჰქონდათ და მეგობრებმა იცოდნენ რომ თამაშობ. იმ პერიოდში ჩემი თითქმის დაახლოებით 90% მეგობარი თამაშობდა. ანუ ერთად ვიკრიბებოდით, აი ესეთ 5-6 კაცი და ერთად მივდიოდით. ნუ რა თქმა უნდა, მე ზოგი გვაკლდებოდა, ზოგი ხვდებოდა პირველივეზე. ხო. მაგრამ მე არ მომოფ რომ იმ პირველივეზე რომ მიხვდა თავს უშველა, ზოგი უარეშიც გადავიდა. სხვა მიმართულებით წავიდა. ნუ მე დავრჩი. შენ დარჩი ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში როგორ განვითარდა შენი ცხოვრება, პირადი ცხოვრება? ბევრი დაბრკოლება გქონდა მე ურთიერთობაში ამ თამაშის გამო. რომელიც ვერ გადალახეთ. კი, რომელმაც კი, როცა მოგვიწია უკვე დაშორება, არ ვაბრალებდით თამაშს, მაგრამ იქ ვითომ რაღაცა განელდა ის რაღაცა მთელი აი ეს ამდენ წლიანი ურთიერთობა დღეს აი ამ ბოლო რამოდენიმე წელია ვთვლი რომ მხოლოდ თამაშმა წაიღო. ის ემოცია, ის სიყვარული, ის გამოხატვა, ის ჩახუტება, მოფერება, ყურადღება, აი ეს ყველაფერი მქონდა განზე და მხოლოდ თამაშზე მქონდა. ანუ იდეაში ის ყურადღება რაც შენ და ის რესურსი რაც შენ მქონდა როგორც ადამიანს და რაც მიგეცა იმ შენ მეორე ნახევრისთვის, ეს იყო სრულად უტილიზებული, ასე ვთქვათ, თამაშისგან. როგორც მით უმეტეს ფინანსურიც. ხო, და ფინანსური. ანუ რეალურად აი ადამიანის რესურს რო უფიქრდები ხოლმე, აი მანდ მაგ ყველაზე დიდი, აი ზუსტად ეს ბრაზი რო ვახსენე წეღარა, გაბრაზებული ვარ ეს ადამიანებზე თქო. აი ამ ეპიზოდისთვის რო ვემზადებოდი, ასე ვთქვათ, ანუ სტატისტიკა რო ვნახე საქართველოში 3 მილიონიან ქვეყანაში არსებობს 1 მილიონი უნიკალური ანგარიში. ანუ გამეორებაზე არ არის გორმა ანგარიშებს და რაღაც. 1 მილიონი, ანუ ყოველი მესამე ადამიანი თამაშობს საქართველოში. და პლუს 400,000 თამაშ დამოკიდებული შეიძლება ითქვას. 400,000 ზუსტად ანუ სადღაც 250-დან 400-მდე ესე მერყეობს. 250-იც ძალიან ბევრია, მე თუ მკითხავ, წარმოგიდგენ რა ხო, ანუ მე ვფიქრობ როგორც აი ადამიანური რესურსი, ანუ ამ 250,000 ადამიანს ხო შეუძლია იქ წაგებული ფული, ანუ ბიზნესად აქციოს, ანუ შემოსავლად აქციოს რა. პირიქით აქეთ მაგრამ იქ ვინც დადის, ის თulis რომ ეგ ფული ურჩევნია იმ ინვესტიციაში ჩადოს, რასაც სხვა ეგ მაქსიმუმებას ვერ მოანიჭებს. ხო. ანუ ბიზნესი დაიწყოს იქ სამოგზაუროთ იაროს მაგალითად, ანუ ურჩევნია ის. იცის მისი გონება თulis რომ ბიზნეს გააკეთებს, იმოგზაურებს, ეს ყველაფერი იქნება. რომ მოიგებს მე. იცი მაინტერესებს მოთამაშის გონება როგორ აზროვნებს? აი, კაი, ეხლა დღესაც ვითამაშებ და ხვალ მოდი, ანუ ეს მომენტი აქვს მოთამაშეს? ეს წაგების დროს ეუნება პირველი 30 წამი 1 წუთი. რო всё, ხვალ აღარ ვითამაშე? აი, წააგე, დახურე და უშუალოდ ეს დღევანდელ დღეს როგორც არის უკვე ონლაინ, დახურე ლეპტოპი და всё, აი, მორჩა. ეს იყო ბოლო. ეს არის მხოლოდ 30 წამი, 1 წუთი მაქსიმუმ თავში. ანუ გადიხარ თუ არა იგივენაირად იწყებ ფიქრს, რომ ხვალ ისე მიდიხარ და უნდა ითამაშო. კი. ანუ შესაძლებელია მოთამაშე თავისით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? არა, გამორიცხული. ანუ შანსი არ არის. ეხლა შენი გადმოსახედიდან იძახი თუ სტატისტიკურად მე სტატისტიკას, ნუ ჩემი გადმოსახედიდანაც პლუს კიდე სტატისტიკასაც მოვიშველიებ, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც ჩვეულებრივი დაავადება, აი ნებისმიერ გაციება, აი რაღაც ნებისმიერ ამას რო შეადარო, ეს არის დაავადება, რომელიც არის განკურნებადი, ოღონდ ვიღაცის ჩარევით. ადამიანი რომელიც აი თამაშ დამოკიდებულია და აუ მე დღეიდან აღარ ვთამაშობ და უნდა უშველო ჩემ თავს მე თვითონ და მიდის სადღაც ტყეში, აი რა ვიცი, დაჩაზე მიდის და იქ ჯდება და მარტო არის, ის ვერ უშველის. იქ მარტო ყოფნა, იქ ვითომ ერთი თვე არ ვითამაშო.
მაინც ჩამოყალ როგორც კი ჩამოითამაშე. ითამაშე. იქ წიგნის კითხვაც ვერ გიშველს, ვერც ვიღაცა ისე რაღაცეები მარტო. ხო. ვიღაცა თუ არ დაიხმარა, ეგრე არ გამა. რა, აი, იცი მეინტერესებს რა იყო ის სიცარიელე შენ შემთხვევაში, რასაც ეს ემოცია გივსებდა. ან იყო თუ არა ზოგადად ეს სიცარიელე? სიცარიელე კი მქონდა მე რაღაც ესეთი პატარა ის დავარქვი რა, ეხლა მე რაღაცები გავიარე, იქ დამეხმარნენ მე ჩემითაც რაღაცები და მივედი იმ დასკვნამდე რომ ეს რის გამოც თამაშობდი, ეს იყო მარტო მყოფი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს თვითონ, ისიამოვნოს, დაიძინოს, გაიღვიძოს, არავინ მის ირგვლივ არ ჭირდება და უნდა რომ იყოს მარტო. თავ იცის რომ არის გარიყული ბრწყალებში, არავინ არ უყურებს, არავინ არ ენდობა, არავინ მისთან მეგობრობა არ უნდა და გადის გვერდზე. და ეს შეგრძნება ოჯახიდან მოდიოდა თუ გარემოდან თუ სკოლაში იყო რაღაცა ან ბულინგის მომენტი? ეს მოდიოდა უფრო აი ბავშვობის თითქმის ყოველდღიური როგორ გითხრათ, აი მე დავარქმევდი ამას უსიყვარულობას, უმოფერებას, აი არ იყო ის სათანადო, აი ყოველ ადამიანს ხო აქვს რაღაცა უნდა, აი ბავშვი რო დარბის რაღაც 10 წლის ბავშვი, მაგას უნდა რაღაც ან მამასთან კონტაქტი, ან დედასთან, ან ის მოფერა. კი, მესმის ის სწავლობს, შრომობს, რომ შენ გეცვას, ჭამო და გეძინოს, მაგრამ რაღაცა აკლია. აი როგორც კი რაღაცის დანაკლის იღებს, ეგრევე უკან და ერთ საფეხურით უკან და უკან მოდის და ხვდება, რომ არ მინდა ამ ყველაფერს მე თვითონ შევივსებ. ოღონდ ეს გზას უკვე თვითონ ეძებ. მე ვიტყვი რომ ეს მოდის მარტო ოჯახიდან არ მოდის რა. ეს მე უკვე წარეც ეგეთი გყავს უკვე. უკვე რომ გადიხარ უკვე აღარ მეგობრობ ისეთ ხალხთან, ვისაც აი სახში რომ მიდიხარ და აი რომ მიდის დედა კოცნის ეფერება, იქ მამას ფეხბურთზე მიყავს. აი ეგეთ ხალხს უკვე ერიდები. მესმის. იმიტომ რომ აი ხვდები რომ ეს უკვე აღარაა შენი თებში, იმიტომ რომ ის რომ შენის დაპატიჟო, ის ამა შენთან ვერ ნახავს. და უკვე გწხვენია, უკვე აი რიდი გაქვს, სახში სტუმრებს არ პატიჟებ, იმიტომ რომ აი რაღაც არავინ არ არის შენთვის მზად და ეხა კიდე სტუმარი უნდა ეხა შენ და უკვე ერიდებ და მაქსიმალურად ვცდილობ რომ შენ გახვიდე. და მე რა თქმა უნდა უკვე რაც უფრო დრო იზრდები, უკვე წრეც ისეთი გიხდება, როგორც შენ. მარტო სულების წრე. მარტო სულების წრე. ძალიან დასაფიქრებელი ამბავი არის მშობლების მხრიდან. შენი ოჯახის წევრები ყოფილან თანადამოკიდებულები შენთან ერთად? კი. თანადამოკიდებულში გულისხმობ, შენი ოჯახის წევრი იცის რომ შენ თამაშობ, მაგრამ გეხმარება. აი ამ ყველაფერში, რომ შენ ეს ყოველდღიურად შეასრულო. ნუ აქ მორალურად თუ ფინანსურად? ფინანსურად, მორალურად ხო არ გიშლის რა და ფინანსურად უფრო. ფინანსურად გვერდში გიდგას, ანუ შენ ვალებს ფარავს, გისესხებს და ფულს მოგცემს. არა, ეგრე რო შევხედოთ, არა. ოჯახიდან, ნუ ბიჭი რა კი ვარ, ალბათ უფრო მამა. მამა კი. იმიტომ რომ მამა ჩემიც დამოკიდებული იყო. არა მარტო თამაშზე, ბევრ რამეზე და ნუ როცა თამაში არ უნდა და სხვა რაღაცას ეძებდა და ასე შემდეგ. ნუ იყო უფრო აი ყოველთვის იმ დროს მივდიოდი და იცოდა რატომაც ურეკავდი, რომ სულ მინდოდა ფული. ხო. და მე ავდიოდი, ამ ფულს ვართმევდი, მე ხანდახან როცა მოგებული ფული მქონდა ავდიოდი, ან უბრუნებდი და მე უყვებოდი, რომ ხო აი დავდივარ იქ. იქ იცი ვინ ვნახე, აი ის ვნახე გახსოვს და აი ის არაფერს არ მეუნებოდა, იმიტომ რომ იმასაც თითქმის ანალოგიური გავლილი ქონდა და თან აი რა უნდა მითხრას. აი 20 წლის ბავშვს მე ბავშვს დაუძახებ 20 წლის ბავშვს, იმიტომ რომ როცა მან ხარ უკვე გადასული ბიჭი არა ხარ, ბავშვი ხარ, რომელიც არ ხარ ჯერ გაზრდილი. არის ცხოვრება რა, ძვირფას წლებს ატარებ დახურულ სივრცეში, სადაც მარტო სიგარეტის რაღაცა ტვერის და აპარატის რაღაცა ზარების ხმა ისმის. მეტი არა. აი მაშინ ატარებ თელს შენ ბავშვს. კომუნიკაციაც არ გაქვთ ხო შიგნით ერთმანეთთან? ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი იქ. ხო. ანუ არ ვამბობ, კაი გაგებით გავიცანი, ანუ არავისთან არ გაკონტაქტე, გვერდზე გიждდება ერთი 4 ჯერ თუ ერთ და იგივე ადამიანთან მოხდი, რაკენი გუში. აი ეს და აი სამთელი კომუნიკაცია. ხო. ოღონდ ეს კომუნიკაციაც ხელს გიშლის. ანუ იმდენად
გადართული ხარ ამ სიამოვნებაში, რომ გვერდზე თუ ვინმე დაინახე, რომ ეს ხო გუში მომესალმა, ეხა მომიჯდება, უკვე დისკომფორტი გაქვს. ხო, რატო? ხელს გიშლის. ანუ გელაპარაკება. კონცენტრაციას გაკარგვინებს, რომ უყურო ისეთ რაღაცას, რაც შენ აი ვერცად ვერ ნახავ. ანუ ფულს იხდი იმაში, რომ შენ ამაში ისიამოვნე. ანუ ის არავინ არ თქვას, რომ აი ამბობენ, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი, რომ მარტო მოსაგებად შევდივარ. მარტო მოსაგებად არ შედია. სავარაუდოდ ეგრე იწყება. შეიძლება ვიღაცა მეგრე დაიწყოს. მარტო მოსაგებად? თავიდან, მაგრამ მე ნუ რა თქმა უნდა, თუ ადამიანს აქვს რაღაცა ტრავმები და სიცარიელეები, მე რა თქმა უნდა მაგ იმაზე ალბათ მიჯაჭვული ხდება, მაგრამ ალბათ არიან ადამიანები, ვინც ესე გაჭირვების გამო ალბათ მოსაგებად შედის. ალბათ იქნებიან. ნუ ეგეც არის, ოღონდ ეგ ყველაზე დაბალი პროცენტია, რომელიც აი მართლა მაგისტვის მიდის. რამდენი წლის იყავი მუშაობა რო დაიწყე? მუშაობა დავიწყე სადღაც 21 წლის. 21 წლისამ უკვე მუშაობდი. და ეს ხელფასი და ბოდიში ცოლი როც მეყვანე, ოჯახი როც 22-ის. 22-ის. ძალიან ადრე შეგიქმნია შენ ოჯახი. 23-ისას უკვე შვილიც ვყავდა. 23-ისა. და ანუ იდეაში ამ თამაშს შენ პირად ცხოვრების შექმნაში ხელი არ შეუშლია. არ შეუშლია. ანუ ცალკე შენ მაინც ქონდა ის მოთხოვნილება, რომ იქ რაღაცა გოგო გაგეცნო, გაბრანჭოდი, წაგიყვანა, აიუი. იმიტომ რომ არ იყო ფინანსური საშუალება იმ ხელა, რომ მე მეტი დრო და მეთმო იქ ყოფნა. ხო. მაგრამ რო ყოფილიყო არჩევდი. რო ყოფილიყო სავარაუდოდ იქვე თუ გავიცნობდი ვინმეს. ხო. არ გამოხდები. დრო არ მექნებოდა. არც ემოცია, არც ენერგია არ მექნებოდა იმისი, რომ გავსულიყავი და აი სადღაც მე არა, იმიტომ რომ მივალთ იქამდე, რომ მოვყვები პატარა ისტორიას, სადაც ერთი სული ქონდა, რომ ადამიანის სახში დატოვო, რომ იქ წახვიდე. ბარე მოვყვეთ, მოდი. ეს იყო 13 აგვისტო 2022 წლის, როცა სოლიდური თანხა მქონდა მოგებული, დაგეგმილი მქონდა ძალიან ბევრი რაღაცა. აქედან ერთი იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ვალის გასტუმრებაც, ეს ყველაფერი მინდევს ანგარიშზე. ქალაქარეთ ვარ წასული, ახლანდელ მეუღლესთან ერთად და რამდენი ხნის მოგებულია ეს თანხა წინა დღის თუ აი ამდენიმე დღის, აი კვირის უხეშად. ანუ ეს ის პერიოდია, მაშინ გადაება, რომ თანხებს ვიგებდი. ხო. ოღონდ ეს არ იყო, ანუ მაგ დროს უკვე ხა რაც უფრო დიდხანს თამაშობ, უფრო სხვანაირად იღებ მე მისგან სიამოვნებას. ანუ აი დაუშვათ იცი, რომ აი ღამე 2 საათი უნდა ვითამაშო. ეს მეყოფა. მოვიგებ, წავაგებ არა 2 საათი. და რაღაც აი ეგრე მქონდა განაწილებული. რაღაცა სოლიდური თანხით წავედით და გავჩერდით, რომ გავატარეთ, დავხარჯეთ, ანუ ესე რომ ვთქვა, არ ვზოგავდი თავს, მაგრამ აი ის მომენტები მქონდა ხანდახან სადღაც რომ შევდიოდი რომ მინდა დამეპატიჟებინა რომ არ მინდოდა ამაში ამ ფულის დახარჯვა. ანუ რა არის ეხა ანუ ის რომ წახვიდე გოგოსთან ერთად რომელიც მოგწონს რომ დაპატიჟო სადღაც ბარში და აი არ გინდა ის 200 ლარი გადაიხადო. იმიტომ რომ თამაშზე გინდა რომ თამაში დახარჯო ეგ 200 ლარი. ნუ აი მაქსიმალურად აი ისიც არ ჩამფური დავწვი არ წვადი და ამოვედით ბათუმიდან და თელეგზად ღამე წამოვედით მითხრა რომ დილას წავიდეთ არა მეთქე წავიდეთ დღეს ღამე ჯობია მეთქე ყოველ დილას საქმეები ახალი დღე რაღაც როგორ ჩამოვედი არ მახსოვს გზაში რას მელაპარაკებოდა არ მახსოვს ერთი სული მქონდა იმიტომ რომ 2 დღე ზუსტად არ მქონა ნათამაშები ეს იყო ჩემთვის აი იმ პერიოდში თან ფული რო გიდევ თან სოლიდ ახლა არ ვამბობ რაღაც 1000 აქ იყო რაღაც დაახლოებით 20-30 მეტი ერთი სული მქონდა რომ სახში დამეტოვებინა და როგორ ფიქრობ ამას ხდებოდა პრინციპში ხო ენერგეტიკულად იგრძნობა ეგ რაღაცები რა ძალიან ეგ ნებისმიერ რაღაცაში ველი ხო აი რაღაცნაირად რომ ადამიანი არ ინტერესდება ხშენც იგრძნობა აი რამოდენიმე თვის დაწყებულ ურთიერთობაში წავედით და მოლში ვიყავით სადღაც წასული და შევედი და მეთქი რავი რამე თუ მოგწონს მეთქი ვიყიდოთ მეთქი და აინც ახლა რამოდენიმე ხარ გერიდება ხო ეხა შეყვარებული ხარ ეხა მოწონ ხარ მოგწონს ხო არ ეტყვი ეს კაბა მიყიდე ხა 800 ლარი მოგრის დაუშვათ რაღაცა და მე იქ ისე შევყევი მაგრამ მეც ვიყიდი რაღაცას იმ ხელა თანხა დავხარჯე რომ იქ კითხვა გაუჩნდა ხო თან მაგ პერიოდში ისე დაემთხვა რომ არ მუშაობდი ანუ ეს პანდემიის პერიოდი იყო რაღაცა ისედან სამსახურიდან მომიწია წამოსვლა და აი იქ დამისვა პირველი კითხვა რომ ეს ფული საიდან გაქვს და ნუ მან გავეცი აი იქიდან არჩენი მაქვს ეს ამაკ ის ამაკ დავიწყე თავის დაძვრენ ხო
მე რა უკვე აღარ დაუმალე. ძალიან კაი რო არ დაუმალე, მგონი ყველა ადამიანი იმსახურებს აი ამ სიმართლეს და ზუსტად სავარაუდოდ აი ამ სიმართლეს რო გააჟღერებ, იქიდან იწყება მე უკვე ალბათ, ამიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში არის აღიარება, ხო? როდესაც აღიარებ, უკვე მე იწყებ ამ პრობლემის მოგვარებას. შენ თავთან როცა აღიარებ. შენ თავთან როცა აღიარებ. როდის იყო ეს შენ შემთხვევაში, როდის აღიარებ პირველად? მაგავე წელს სექტემბერში, რაც ქონა დაგეგმილი ის ყველაფერი გავაკეთე მაინც. თუნდაც ის რომ ვერც ვალი გავისტუმრე, ვერც იქ ვქენი ვერაფერი, მაგრამ ერთი რაღაც კონკრეტული რაც იძულებული ვიყავი გამეკეთებინა, ის გავაკეთე. და ერთ დილას გავიღვიძე და შემეუღლეს, დაურეკე და ნუ დღეს მეუღლეს, დაურეკე რომ ერთი მახსოვს შენ მაშინ ადრე მითხარი და აი იმის ნომერი მომეცი. აი ერთ წამში მესიჯად ვქონდა. ანუ იმისგანაც ის ხო მიხვდა ეხა რაზე ვეუბნები. ეს იყო აი თაბისით მომივიდა იქ. მაშინ მეუღლე არ იყო, ხო? მაშინ ყოლებული. ეს იყო აი მე ვიტყოდი რომ აი ფსკერზე როგორი აი როცა ადამიანი ხვდები სადაა შენი ფსკერი, აი მან დიწყებ უკვე შენ თავზე მუშაობას. ხა ვიღაცისთვის დაუშვათ არის აი ეს ფსკერი, აი ხიძე დგომა. აი დამოკიდებულება, აი ხიძე რო დგას, ეგაა ფსკერი. ზოგისთვის არის აი რაღაც უბრალოდ კარს გამოიჯახუნებს ოთახიდან და ხელს აიქნებს და ეგა მაგის ფსკერი და უკვე დაიწყო რაღაცა დადებითისკენ წასვლა. ჩემი ფსკერი იყო რომ აი 13-ში ღამე ერთი თვე მოუნდი დაახლოებით მე სანამ დავიწყე უკვე სადღაც სიარული რომ ესე ლეპტოპი ჩავხურეს თლიანი თანხა რო წავაგე მზე ამოსული იყო იმ ღამეს ჩამოსული და აი ის კარი ღია იყო და ესე ვიყურებოდი და აი ამ კარის სრულს უყურებდი რა ოთახიდან აი მანზე გასასვლელს და აი მან დავიწყე უკვე ფიქრი რომ აი ეს რა ხაზია ამ მომენტში ანუ რას მაძლევს ეს იყო სუიციდალური მომენტი რომ შენ ანუ დაგესრულებინე სიცოცხლე ხო აი ეხა დღეს შეიძლება ვთქვა რომ არა მაგრამ იმ წამს ვფიქრობდი მაგაზე ანუ ამ კარის სრულზე აქეთ თუ დარჩი გინდა ცხოვრება ანუ ამოხვიდე აქედან ან გადადი იქით და თავს გვაგიხლია რა და ანუ ესე იგი ჩვენ ისტორია რო დავასრულოთ შენ ჩამოხვედი ბათუმიდან და აი სიმხელა თანხა ის მაგროთ რვალები გაექსტრომე და ითამაშე ეგრე და აი მაგროს თამაში აი ეგ მაინტერესებს ესე მარტივად ხელმისაწვდომი არის ანუ ონლაინ კი ჩვეულებრივ თუ სადღაცას უნდა წახვიდე და არცად არ მედიხარ ონლაინ ბარათზე ანგარიზე თანხა რო გიდეს ნუ ლიმიტები აქვს მაგრამ ნუ გადათამაშებები შეგიძლია ანუ დაუშვათ ერთი კონკრეტული ბანკი თუ გიზღუდავს დაუშვათ 10000 ლარზე მეც ნუ დღეს აღარ ვიცი როგორ ამარა იმ პერიოდში ეგრე იყო იქიდან მე გადაიტან TBC-ზე და TBC-ზე უკვე კიდე გაქვს 10000-ის და იქიდან შეგაგ და ეს არ მთავრდება ანუ სანამ ნოლამდე არ მიდიხარ არ მთავრდება ანუ შენ როგორ ფიქრობ არის რაიმე რაც სისტემურად შეიძლება გაკეთდეს რომ აი ეს რაღაცნაირად ცოტათი ნორმის ფარგლებში მოვიყვანოთ ანუ შენ რო ქონოდა აი რაღაცა შეზღუდები რო ქონოდა მთელი აი ხრის განმავლობაში შენ ალბათ დამეხმარებოდა იმაში რომ ესე ფსკერამდე არ ჩავსულიყავი ან უფრო მალე მენახა ეს ფსკერი ამ თამაში დამოკიდებული ყველანაირ ხერხს მიმართავს ბოლო აი არ ვიცი თურქეთში გადაფრინდება სხვა ქვეყანაში დიდი ფულით და იქ იზავს ამას აი როგორც მაგალითად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან იგივეს გაკეთება კი აზერბაიჯანიდან ჩამოდიან ზაბონი შეზღუდვები უნდა გააკეთონ 21 წელი არ არის წელი რომ ადამიანს ანუ 21 კი არა აგერ შენ რასაც ამბობ სკოლის მერე დადიოდი ნუ ის ახლა 2000 ისეთი წლები იყო რომ იქ განუკითხაობა იყო ყველა მაშინ დაიწყო მე ამ ხალხის მაგ თაობან ჩემი თაობა დაიღუპა რეალურად რა ხო სადაც ნუ ბევრმა თავს უშველა თავის დროზე ზოგმა რა ვიცი ახლა პატარა მაგალითს მოვყვები მეგობარი მყავდა რომელსაც მე დავაწყებინე თამაში ანუ ვანახე როგორია ძალიან ბედნიერი იყო რაღაცა სოლიდური თანხის წაგების მერე კარი გაიჯახუნა და მიკვირდა თავი როგორ დაანება რომ მეთქი ესე როგორ შეეშვი როგორ აღარა გაქვს ინტერესი თან ფული გაქვს მე მაგრამ დროთა განმავლობაში გავიგე რომ ვაფშე სხვა რაღაცებზეა დამოკიდებული უარესზე ნუ ესეც კი თამაშ დამოკიდებულებაც კი ნუ იმას გიშვება რა ქვია ანუ ვერ გაიგებ რომელი არის უარესი მოკლედ რა უარესი მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ის უფრო უარესი იმიტომ რომ ის პირდაპირ ჯანმრთელობას ინადგურებდა ესეც არ აკლებს მაგრამ ნუ ის
მე მგონია რომ ზოგადად დამოკიდებულება რასაც ანგრევს და რასაც გართმევს ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც არის ურთიერთობები და ყველაფერი ხო შენს გარშემო სოციუმი რომელიც ეწირება აი ამ გამოვარდნილი ხო არ ვიცი თამაში იქნება თუ რა ნებისმიერ დამოკიდებულებას ყოფილა ისეთ შემთხვევაში რაღაცა ისეთი მოგიტყუებია ანუ ყველაზე ესეთი გრანდიოზული ტყუილი გახსოვს რაც აი ამის გამო გითქვამს შენ თუ არ დაგჭირვებია თორე მე ისეთი ამბები გაგებული და ისეთი სქემები აგებული რომ ვიტყვი ეს რომელმა ტვინმა დადო პროსტა ეს რესურსი რომ მართლა ბიზნესის დაწყებაში ჩადო და მართლა იქით გამოიყენო იმას აწყობს გიგანტ და მონსტრ კომპანიას აწყობს ტიპი ისეთი ისინი აქვს სქემები ესე არ მახსოვს მაგრამ გადათამაშებებს ვაკეთებდი ხშირად რა იქ რაღაცებს აი მანქანების დალომბარდებები მე გადატანები მე შენი მანქანა მათხოვეს ქალაქგარეთ უნდა გავიდე 7 დღე წავიდა მე აუ სომხეთში მიწევს გადასვლა მოდი მინდობილობა მომეცი რომ გადაუკვეთო რომ შენი მანქანა მარტო წახვედი მე დალომბარდე მე იმას ქენი მე ვაიმე იცი რა ჯერ არ ჩამოვსულა რაღაცები WhatsApp-ში კონტაქტე ანუ ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ ანუ დროს იგებდი იდეაში დროს ვიგებდი რომ მე მივხვდი რომ ეს ანუ აი რაღაცა ისეთები მქონდა ტვინში რომ აი ამეებს მაშორებდა. აი მხოლოდ რაც შენია ის გამოიყენე. ხო. მაგრამ ნუ მე ერთ რაღაც ძვირფას რაღაცას მივაგენი, რომელმაც მე ნუ ძალიან ბევრი რამე დამაკარგინა. რეალურად მეგონა რომ აი ეს მიშველი და მაგრამ ეს იმის ვარიანტია რა, კიდევ სცადეთ რო აწერია. ხო. შეიძლება თქვა თუ არ გაჟღერდება ეს. თელი სამეგობრო დავგარი. აი ვისთანაც ერთად წლები მოვდიოდი, აი 10-15 მეტი წელი მოვდიოდი, თელი წრე დავგარი. იმის გამო რომ შევეხე ისეთ რაღაცას, რასაც ვიცოდი რომ ეხებოდი, მაგრამ შევეხე. იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი და იყო მათი. ეს არ არის მარტო თანხაზე ლაპარაკი, ეს არის მათ მეგობრობაზე, აი მათ სიყვარულზე, მათ გვერდში დგომაზე, აი ყველაფერს ხაზი გადაუსვი. იმის გამო რომ უნდა მეთამაშა. აღადგინე ეს ურთიერთობა თუ ვერ აღადგინე ეს? აი რო ვთქვა სიმართლე, ცადეთ ხო მოვიტყუები, არა. იმიტომ რომ აი რაღაცა უჯრა მაქვს და იმ უჯრაში მაქვს ჩაკეტილი. ანუ არ მიცდია, იმიტომ რომ ჯერა რომ ისინიც არ მიმიღებენ. იმიტომ რომ შანსი არა, იმიტომ რომ იმათ მე ვერა უხსნი, რომ მე აღარ ვთამაშობ. ანუ თამაშ დამოკიდებული ხარ იმისთვის რომ ხარ. ანუ 4 წელი არ გითამაშია, 20 წლის მერე ითამაშა. იმიტომ რომ იმათმა არიციან ვინც გამოჯამრთელებისკენ წავიდა, როგორ ფიქრობენ დღეს. რადიკალურად სხვა ადამიანი დღეს ვამბობ, რომ აი რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ იმის მერე რაც მე აი რაღაცა კურსი გავიარე. მაგრამ შენ წეღა ნახსენე რომ მაინც მე ეხლაც ვფიქრობ რომ თამაშ დამოკიდებული ვარო რა მაშინ რა ეს ჩვენ თავს ვეუნებით რაღაც ესეთ კაი რაღაცა მასწავლეს რომ ყოველ დილას არა, მაგრამ ხანდახან შენ თავში ახსენე რომ ხარ თამაშ დამოკიდებული. ეს ეგრევე გაღვიძებს იმაში რომ ეს ყველაზე ცუდი რაღაცა. ანუ ეს არ გრუზავს რაღაცა და ძალიან სევდიანი რაღაცაა რომ გამოვედი მე ამ უბედურებიდან და მაინც ყოველდღე უნდა თქვა რომ თამაშ დამოკიდებული. იმიტომ რომ აი მაგ დამოკიდებულებით ვარ დღეს მოსული. რეალურად მე რო არ მეთამაშა შეიძლება ყოფილიყავი ძალიან მაგრა ან პირიქით ძალიან უარესად. მაგრამ აი დღეს სადაც ვარ, აი დათვლილი მაქვს, მე მგონი 16 წელი გამოვიდა, დაახლოებით 16 წელი რაც ვითამაშე და რესურსი, დრო, ურთიერთობა, განათლება, ყველაფერი ამას მივალიე. დღეს იმდენად კარგად ვარ, რომ არ ვიცი, შეიძლება 20 წლის ასაკში ეგრე ყოფილიყავი, რომ არ მეთამაშე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ დღეს. ამიტომ ჩემ თავს ხანდახან ვახსენებ, რომ შენ ის არა ხარ თამაშ დამოკიდებული და კი და შვიდად ვარ. მესმის. მოდი დავიწყოთ მაშინ გამოჯამრთელებას მივადგეთ. შენ დაიწყე და დაურეკე იმ რაღაც ნომერი რო ქონდა. ხო. ჯოკრად რო ქონდა. ხო, ჯოკრად და რამდენი ხანი დაგჭირდა, როგორი იყო პროცესი? პროცესის განმავლობაში მე გამიგია რომ თვითონ პროცესი ცოტას გაფორთხიალებს და გათრევს აი იმ შენ ტრავმებში და ასე შემდეგ. აი როგორი იყო ზოგადად რომ მოგვიყვა ეგ მომენტი? მე ვთვლი რომ ანუ ამას დასრულებას
ვერავინ ვერ გეტყვის. ანუ არის ესეთი რაღაცა. ბევრი ადგილია, სადაც მიდიხარ და ადამიანები გეხმარებიან. ზოგი ყოფილი ამაში დამოკიდებულია, ზოგი ჯგუფურებიც არის. ანუ ეს ყველაფერი ხარ რომ მოუყვე. დაახლოებით დამჭირდა 10 თვე. მე ყოველ შემთხვევაში, ეხლა ზოგს უფრო მეტი, ზოგს უფრო ნაკლები. ამას იქ ადამიანი ვისთანაც მიდიხარ და საუბრობ, იქ არის ანუ სახში დავდიოდი ფაქტობრივად. თავიდან რომ მივედი, აი ვერ წარმომედგინა, რომ აი ამ ორმა ადამიანმა, დღეს ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, როგორ შეიძლება მე რაღაცა ამიხსნან, რომ ეს არის ძალიან ცუდი და მოდი ვეძებოთ პრობლემა, აქ როგორ მოხვედი? ხა. იქამდე მიმიყვანეს, იქ იყო ისეთი თერაპიები იყო, რომ ანუ არც კი გამხსენებია ცხოვრებაში ისეთი ცხოვრების დეტალები, რომელიც იქ გამახსენეს. ხო. ოღონდ ეს თვითონ კი არ თითით კი არ იმას გიშვებიან, რომ აი გაიხსენე. მიიყევ ხარ, უბრალოდ პასტა და ფურცელს გაძლევენ და შენ წერ. შენ თვითონვე აღიარებ ამ ყველაფერს და მიყვევი და მე რაღაცები გახსენდება და იქ ისეთი საზოგადოება ტრიალებს თან, აი ჯგუფურებიც ქონდა. იქ რომ მე ხალხს უსმენდი. მე ვიყავი მე პრობლემა არ მქონია თuline. იქ ხალხს ისეთი პრობლემები ქონდა. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ და მე თავიდან რიდი გაქვს, გეშინია, უგონია რომ აი 3 თვეში მორჩები, 4 თვეში მორჩები. ვერ მორჩები. შენ თვითონ თუ არ გინდა ვერ მორჩები. აი ამ სესიების ვერც დაიწყებ მანციარულს თუ შენ არ გინდა. ვერც დედა, ვერც მამა, აი მაგას თამამად ვიტყვი, ვერავინ ვერ აიძულებს თამაშ დამოკიდებულს, რომ თამაშ თავი დაანებოს. ვერავინ. თვითონ თუ არ უნდა გამორიცხული. ხო, აი ახლა ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რა, რომ აი ხა ცუდი რო არ და რაღაცა ეგ შენ ციცოდი და ანუ ოჯახიდან რო გქონდა დავუშვათ მითება რომ აი ცუდი ან ოჯახიდან ყოფილა რომ წავიდეთ თერაპიებზე არსებობს ესეთი რაღაცა ან შენ შეყვარებულისგან თუნდაც ახლანდელი მეუღლესგან კი რომ მქონდა ეგეთი შემოთავაზებები რაზეც სულ მქონდა რომ მე არაფერი არ მჭირს მე შეულებრივი ადამიანი ვარ ხანდახან ვერთობი ხანდახან არავის აი ჩემი ესე რომ თქვა თვით გამართლება საზოგადოებაში იყო რომ მე თქვენ რას გავნებთ. აი ეგ მინდა ვთქვა რომ აი ზუსტად ეგ არის რომ სხვებს ავნებ. კი შენ თავს რა უბრალოდ რესურს ართო ეგ ჩვენ ჩემი თავი ცალკე გავუწევ. იმათ ვართო იმას ვისაც დედას რომელსაც უყვარს შვილი, მამას, ძმას, დას, მეგობრებს რომელთანაც ერთად გაიზარდეთ რომ გაატარე ეზოში ჯოხი დარბოდი, ბურსა ყავდი. მაგათ ართმევ შენ თავს. ანუ ეკითხვა უნდა და ანუ იმათ უნდათ შენთან. და შენ არ იკარებ. და ეუნები რომ მე თქვენ არაფერს არ გართმევთ. მე ხო მაქსიმუმ ფული გთხოვ 100 ლარი და всё. მეტი არაფერი. რეალურად იმათ უნდა რომ დაგირეკოს, გითხრას რომ აი წამო დღეს სადღაც კაი ამინდია გავისეირნოთ პარკში. ვეღარ გირეკავს. იმიტომ რომ იმან უკვე იცის რომ აუ ეხა ეს ამას ღამე აქვს ნათენები და ურეკავ მე საბაბი ექნება ფული მთხოვოს უკვე გერიდება. და მე უკვე ის ანუ ნანობს, მაგრამ ისიც ვერ გეხმარება. ვერ დაგეხმარება შანსი არა. სეანსების თუ სესიების პროცესში შენ ახოდ უთამაშობდი? არა. ანუ მან უკვე შეშვი და მან უკვე მივედი სექტემბრის დასაწყისი იყო და ერთი თვე დაახლოებით. ანუ ეს როგორ არის? მოთხოვნა არის თვითონ იმიდან ცენტრიდან სადაც შენ მიდიხარ რომ აი ამ პერიოდში всё შენ უკვე იწყებ, იმიტომ რომ ხო შეიძლება შენ გაათვისნობიერო რომ დახმარება გინდა, მაგრამ ჯერ იმას ვერ შეეშვა რა, ყოველდღიურად ეს დოპამინი გჭირდებოდა. ეგ არის, იმიტომ რომ იყო რამოდენიმე ადამიანი იქ ჯგუფურზე, რომელიც აი მაგალითად დედა მოიყვანა და ან თვითონ ეგონა, რომ აი მე მზად ვარ იმისთვის, რომ თავი დავანება, მაგრამ რაღაცა 4 თვის მერე გაუჩინარებულა, მე იქიდან 2 თვეში მოსულა და აი მე კიდე ვითამაშე. და აი თან ისიც საინტერესო იყო, რატო წავიდა, ამ ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდით. აი ეს 2 თვე სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ან რატო დავბრუნდი. ანუ ვიღაცა ეგეთი კატეგორია კიდე სხვანაირი მაძიებელია. როგორია რომ ფსკერზე იყო და აი დახმარება უნდა. იქ კიდე სხვანაირი მუშაობა უნდა უკვე ამ თვითონ იმისგან ჯგუფები რაც არის რა, ვინც აკეთებს ეს ფსიქოლოგები და ესე ჯგუფთან მომუშავეები და ჩემ შემთხვევაში აი ჩემით გადავწყვეტე. ერთი თვე კი დამჭირდა ამაზე მისასვლელად რომ აი ნამდვილად მჭირდება და მივედი საოცარი ადამიანები დამხვდნენ და დაახლოებით 9-10 თვემდე ჩემთან იმუშაოს. გადანაწილება როგორ იყო ინდივიდუალურის და ჯგუფურის? უფრო მეტი ინდივიდუალური იყო თუ უფრო მეტი? იყო
კვირაში რამდენჯერ დადიხარ? სამჯერ დავდიოდი. კვირაში. ნუ ისევ ქენით, რომ ერთ დღეს ჩავატია, ხა უკვე მუშაობდი მაგ დროს და ისევ ქენი, რომ იქნებ ერთ დღეს მქონოდა, ორი რომ რაღაცა დროს ჩემთვის საქმეებისთვისაც მქონოდა. ერთი იყო ესე გეშტალტ თერაპია, აი აქამდე სად ვიყავი, ანუ ძალიან დიდი სიამოვნება, შენ თავთან მუშაობა და ის თან გეხმარება. ანუ აი ძალიან ან ვითარებ შენი წარსულით დღევანდელ დღეს რომ იყო უკეთესი. რომელიც ძალიან ბევრმა თავმჯდომარეებმა არ იცის. საიდან იწყება და აი სადაა ის ბავშვური ტრაუმები. მეორე იყო ადამიანი რომელმაც დღეს მე როგორც ვარ, ესეთ ამას დავიდაანება წლებია და გეხმარება და გიზიარებს თავის გამოცდილებას, რაში წაიღო ეს რესურსი. თუნდაც აი, რა ვიცი, ზოგი თან თევზაობაზე ის მაგალითად რო ვთქვა. და მე როგორ უყურებ აი გამოჯანმრთელების პერიოდზე, ემთხვევა, არ ემთხვევა, ნუ ერთმანეთს უბრალოდ ხედავთ და ვსაუბრობ. ანუ იქ არ არის ეს ჯგუფური რაც არის. ეს არის მარტო კიდე ხარ ყოფილ თამაშდამოკიდებულზე. ოკეი, მესვის. და მე შემდეგი იყო უკვე მესამე ვიზიტები, ანუ მესამე მისვლა კვირაში იყო უკვე ჯგუფური. იქ სადაც ერთი ადამიანი იყო ყოველ მისვლაზე, ყოველ ერთ პარასკევს ესე რომ ვთქვა, ქონდა ერთი კითხვა, იმ კითხვას წილას არ ვიცოდით, იქვე გაგვიმხელდა 8 კაცს და იმ კითხვის ირგვლივ მუშაობდით. შევუტრიალებდით, ხო? ყველა თავისებურად ყვებოდით, მე ვაჯამებდით. ოღონდ იქ არ ქონდა ერთმანეთზე აი მე ესეთი, მე შენზე, ან ეგეთი რაღაცებს, ანუ ერთმანეთს არ ვეხებოდით. იმდენად მძიმე ისტორიები ქონდა, რომ ვერც ვიღებდით ხმას. აი ხო გონია რომ აი შენ ჩემზე, ანუ შენ ვერ წააგებდი მაგდეს მე უფრო მეტ ისეთებს ყვებოდნენ, ჩემზე მე ნაკლები ქონა წაგებული, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. იმდენად დიდი ტრაუმა ქონდა. იმდენად დიდი ტრაუმები ქონა გადატანილი. ხო. ამიტომ არის რა ადამიანები მაინც ფიქრობთ რომ სუბიექტურია ყველა ჩვენი ტრაუმა, ყველა ანუ ჩვენი არის ყველაზე დიდი და რეალურად რომ მოისმინო მართლა სხვა ადამიანის ისტორიები შეიძლება გაგიჟდა და მართლა თქვა რომ შენ პრობლემა არ ქონია იმათ ფონზე. იცი რა არის ძალიან ხშირია დამოკიდებულება თუნდაც მშობლების მიერ, თუნდაც ახლობელი ადამიანის მიერ რომ ეგეთი თერაპიები არის ძალიან ძვირი და არ არის ხელმისაწვდომი. მაგრამ მე რომ დაფიქრდები ამ ადამიანს რამდენი აქვს წაგებული, აი ხა შენ აი ამდენი ხნით 16 წლის განმავლობაში დათვლილი გაქვს საერთოდ რა თახაზე ელაპარაკი? რაღაცა ციფრზე გავრჩერდი, იმიტომ რომ უკვე აღარ მაინტერესებს. რა ციფრი იყო? 200-იანი ვიყავ. 200.000. ანუ სახლს ააშენებ? ეს მოგება. მოგება. მოვიგე. წაგება? წაგება 9 მილიონი, ცოტა მეტი. 9 ანუ 9 წარმოიდგინე ხა 9 მილიონის რამდენი პროცენტი დაგჭირდა თერაპიებზე რომ ჩაგედო? 0.00 რაღაც. 0 რაღაცა რეალურად არ არის ძვირი ეს თერაპიები იმასთან მიმართებაში, რაც რეალური დანაკარგი არის, აი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც მოთამაშე მაშობა რა აგებს. იმიტომ რომ აი კი ხა აი რო გინდა მან სიარული დაიწყო და შენ თავს უთხარი რომ მე ამისთვის მზად ვარ, იმ მომენტში გირტყავს. იმიტომ რომ სკერზე ხარ, ფული არა გაქვს, ვერავის ვერ ესესხები. მაკუთხით თუ შევხედავთ, კი, ჩემთვის იყო, მაგრამ აი ნებისმიერ ადამიანს რაღაცა თუ უნდა, რაღაცა ნიშანი იქნება და თავისით რაღაცები წამოვა. ხა. იმ მომენტში მე მართლა არ მქონდა, აი სამსახური მქონდა დაწყებული, ერთი თვის ჯერ ხელფასიც არ მქონდა, რომ გადავწყვიტე მან სიარული და აი თავისით რამოდენიმე რაღაც კვირაში თავის რაღაცა საქმე გამოჩნდა, რომელიც ზუსტად მიფარავდა ამას. ხა. და აი თუ მოინდომებ, რაღაცა გეხმარება, რა ცხოვრებას თვითონ გეხმარება. ნამდვილად. სამყაროც რაღაცნაირად ისე როგორც შენ განეწყობი, სამყაროც გადაეწყობა შენს გარშემო. თუ დაიჯერებ, რომ აი დღეს არ იწვიმებს და გარეთ შეგიძლია გახვიდე და 100-დან დაუჯერო შენ თავს, რომ 5 მაინც უკან გაგიღიმებს, ვისაც გაუღიმებ. ხა. ის 5 და მეტის გაგიღიმებს. მეტის გაგიღიმებს ვეჭვ. უნდა გჯეროდეს შენი თავი. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტები და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. გავაგრძელოთ ჩვენი ეპიზოდი და მოდი ეს კითხვას დაგისვავ ირაკლი. როგორ მიხვდი, რომ უნდა დაგეწყო შენ თერაპიები?
თავიდან კი ახსენე რომ აი ღამე გაათენე დახურე ლეპტოპი აი ეს იყო ზღვარი რომ რაღაცა იქით აივანი იყო აქეთ რაღაცა მაგრამ მოდი მიუბრუნდეთ რა იმიტომ რომ მე მგონია რომ აქამდე ანუ მარტო ეს დღე არ იქნებოდა რა იქნებოდა რაღაც დაგროვილი რამაც ერთდროულად ალბათ მოიყარა ამ ყველაფერმა შენში და ამოგასხა კი ბატონო აი როგორც თქვი რა ეს ერთი თვე დამჭირდა რომ ჩემ თავში გამეაზრებინა კონდეს არ იყო იძულებითი ეს იყო აი რო წეღარონს როგორც თქვი რომ რაღაცა იძულებითი საქმე მქონდა რომელიც უნდა გამეკეთებინა ის რო გავაკეთე იმ გაკეთების პროცესში იმდენი სიახლე იმდენი ბოდიში გაწყვეტინებ ეს საქმეც თამაშთან იყო დაკავშირებული თუ საერთოდ სხვა რაღაც ზოგადად სხვა იყო ანუ შემომიტრიალეს სამყარო და მანახეს რომ ოდესმე არ იყო დაძალებული ეს იყო ჩემი ინიციატივით გაკეთებული გადადგმული ნაბიჯი სადაც აღმოჩნდა ისეთ ადგილას რომ აი სანაპიროზე რო სეირნობენ აი ესე ზღვის ხმა რო არის რაღაც აი ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდი და მივხვდი რომ ამის აქეთ არის რაღაცა ცხოვრება არის დროის ტარება არიან ადამიანები ვინცაც დღეს გაცნობილი რომელმაც იცის რა უბსკრულში ხარ და გეხმარება რომ ესეც განიცადო ანუ განახო სამყარო სხვანაირად ის კი არა რომ აი ეს ცოტა გადაუხვევ ხა უკან მე დაუბრუნდები ამას აი ძველ დროს როცა აი მეგობრები და ისინი იქ იყო გეუნებიან რომ შეხა თამაშ შეუნა წახვიდე სამკურნალო ხარ ის აი დაუშვათ სახში ზივარ და აი ვიღაცა მოვიდა მეგობარი ჩემთან უცებ ლეპტოპი ჩავხურე ანუ კიდე თამაშობ არა არ თამაშობ ანუ იქ ხო მალავ ამ ყველაფერს ეხა წარმოიდგინეთ რომ გადიხარ და აუ ეხა ეს აწამო ამას ფული არა აქვს ამან ეხა კიდე ითამაშა აი ნახე შენ გამო იქ ვერ მივდივართ აი ნახე ამას ვერ ვაკეთებ ანუ ეს არ ეხმარება ამ ადამიანს თამაშ დამოკიდებულ ადამიანს მუდმივად დატუქსვა და მე ამას ბოულინგი დავარქვი დღეს როგორც ეძახიან იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ახსენებ რომ შეხარ თამაშ დამოკიდებული აი შენ გამოვართ ესე შენი მეგანო ეს არ ეხმარება ეს მაქსიმუმ აჰა 2 თვე გაძლოს იმიტომ რომ მე მქონია ეგრე რომ 1 წელი კაცი შვილმა არ იცოდა ისევ თამაშობდი ეგონა დანებებული მქონა მაგრამ თამაშობდი ვერავინ ვერ გაიგო ჯიბეზეც არ ვიტყობდი და არც ისე მაგრამ იმ სიამოვნებას ჩუმად ვიღებდი არავინ არ იცოდა მე ვაღიარე მე ისევ იგივე იყო რომ აი შენ არაფერი არ გეშველება. მაგრამ იმ ადამიანებისაც არ გესმის, რატო აქვთ ეს პრობლემა? არ ვამტყუნებ არაფერს. ხო, აი მე რაღაცნაირად მესმის, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ის ინსტრუმენტი არ უჭირავთ ხელში და ცნობიერება არ აქვს ზუსტად რომ რა არის შენი დამხმარე. ანუ მარტო დატუქსვა იცის იმან რა. დარწმუნებული ვარ მოფერებითაც ეცდებოდნენ და თავიდან სანამ დატუქსვა იქნებოდა, ისეც ეცდებოდნენ, ხო, რაღაცა ჯიგრულად და რაღაცა. გასვლები რომ მოდი აი ვილაპარაკოთ რაღაცა, მაგრამ იქ უკვე იმდენად ჩაკეტილი ხარ. ხო, ანუ მეტი ინსტრუმენტი იმასაც არ აქვს. ხო, აი რა არის. ანუ ისიც არ არის რომ გითხრას რომ აი ფსიქოლოგთან უნდა წახვიდე. ესე ვერ წახვა. ხო. ანუ ესე რომ ვიღაცამ უთხრას დამოუკიდებლად შენ ეხაც უნდა წახვიდე ფსიქოლოგთან, იმას უკვე აგრესია უჩნდება შენს მიმართ. ანუ ეს უკვე ერევა ჩემ პირადში, ეს რატო უნდა რომ ამას მე რაღაცა ცხოვრების სტილი შევიცვალო, მე აქ ხო ის მიზის რომ ეს უნდა გავაკეთო. არ მინდა. ნუ გადავდივართ ახლა ისევ იმაზე რომ აი ეს ფსკერს ანამარ ნახავ და ისეთი რაღაცეები ვნახე ანუ მაგრამ წეღან ამბობდი რომ უცბად აღმოჩნდის სამაგერთ ისეთ ადგილას სადაც საერთოდ არ უხსენებიათ ეგ მომენტი საზღვარგარე წავედი ხო ვინ ანუ იძულებული ვიყავ იმიტომ რომ ფულის გადახტილი იყო რაღაცა ისა და იქ ისეთი დრო გავატარე ისეთი ცხოვრება ანახეს იქ ადამიანებმა რომელსაც ამდენი ფულით 100 ჯერ მეც ვნახავდი რეალურად მაგრამ არასდროს არ მიცდია იქ არ იყო ლაპარაკი იმაზე რომ აი ნახე შენ იმდენი ფული გაქვს წაგებული 100 ჯერ უკეთესად გაატარებდი დროს იქ იყო უბრალოდ ლაპარაკი იმაზე რომ შეიგრძენი ხო ისიამოვნე ამითაც იქნებ რაღაცაში დაგეხმაროს იქ იყო მხოლოდ ანუ ხარდაჭერა ოღონდ ისეთი ხარდაჭერა ისეთი ადამიანებისგან რომელიც დღეს კი არიან მეგობრები ესე რომ ვთქვათ მაგრამ არც იყვნენ ვალდებულები ეს გაეკეთებინა. თან ვერ გეუნება რომ იქ ზოგმა იცისო თამაშ დამოკიდა, მაგრამ ისე გიდგება რომ ვერ ხვდები ვერ ჩენ. ანუ იმათმა ეგ საიდან იცოდნენ არ ვიცოდი საერთოდ როგორ უნდა მიუდგეს ადამიანს, მაგრამ ისეთი რაღაცები გააკეთეს რომ იქიდან რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრი ვიფიქრე მათ ლაპარაკებზე, მათ რაღაცა მეგობრულ რაღაცა ქართველები. კი. ანუ არ ველოდი თუ არსებობდა ადამიანები დღეს ჩემი ასაკის, ნუ ოდნავ პატარები იყვნენ, მაგრამ
იმიტომ რომ ის არ ქონდათ რა გავლილი, ეხა იყო რაღაცა 5 წელი სხვაობა და რომ შეუულიათ მიიღონ ესეთი ადამიანი. და იმის მაგირად რომ რაღაცა დააბულინგონ და დატუქსონან რაღაცა, როგორც არის მივიღოთ. ოღონდ თუ უნდა ჩვენთან, მოდი ჩვენ ესე ვცხოვრობთ. და ეს ცხოვრება მანახეს. ოღონდ ამაში იყო, ბევრი ლაპარაკები იყო, იქ ემოციები იყო. მარტო დროის ტარება არ იყო. იქ იყო გაფიქრება, კომუნიკაცია რაც საქართველოში ძალიან გვაკლია რეალურად. გვეშინია. არის ეგ მომენტიც არის რომ გვეშინია. თუნდაც ახლა ელემენტარულს გეუბნები ბარში რომ გახვალ. ახლა მე ცხოვრობდი ლონდონში რომ გახვალ პაბში, პაბიდან დაბრუნებული, გაცნობიერებული გაქვს ძალიან ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ყველაზე ესეთ ბომჟიკა ალკოჰოლიკ ტიპსაც შეუძლია ისეთი დიალოგი გაგიბას და ისეთი კითხვები დაგისვას, რომ ბევრ რაღაც ისეთზე დაგაფიქროს, რაზეც შენ აქამდე არ გიფიქრია. აქ საქართველოში რო კითხავ რას საქმიანო გეუბნები ჩემი საქმე მაქვს. არ შემოდის კომუნიკაციაში რა და წარმომიდგენი ახლა მაგ მიმართულებით მithumetes ახლა შენ ახსენებ რაღაც მოკლე დიალოგები რაც გქონია. ჩვენ მე ვფიქრობ რომ ახლა თან ზოგადად ადამიანებს ეშინიათ რაღაცა პირადზე ლაპარაკი, მაინც პატარა ერი ვართ, იქ მილიონი რაღაცას იტყვი, მე გაასმაგებენ. პრობლემაზე არავინ არ ლაპარაკობს. არა და პირადზე არ არის სავალდებულო რომ ილაპარაკო, გამოცდილებაზე შეიძლება ილაპარაკო. იმ რაღაცა მომხდარიდან ის აუთკამი როგორ აი მაგის ეშინია. დაგიჯერე. ხო, რა აუცილებელია რომ დაგიჯეროს. შენ ხო შენი მოყევი. კი, შენ თუ ამას როგორ ვიღაცის დაჯერებისთვის ხوارყვები ამას. ხო და მაგას როგორც კი მოვიშორებთ, კი. ირაკლი შენ ახსენე რომ იძულებული ვიყავი რომ მაშინ წავსულიყავი, თორემ კარგავდი ყველაფერს. რამ გაიძულა? თან შენ ამბობ პარალელურად იმას იძახი რომ მაგ დროს ვინც არ უნდა რაც არ უნდა გაიძულოს. ძალით არ ვერაფერს ვერ გააკეთებინებს, ხო? რა იყო, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეგ ნაბიჯი გადაგადგმებინო, რომ უნდა წასულიყავი იქ. მანდ იყო ზუსტად ის თარიღი, რის მერეც არ მითამაშია. იყო დაახლოებით 2 კვირის თავზე, უკვე ბილეთები ქონდა ნაყიდი, ჩემ შეყვარებულს, საზღვარგარეთ მივდიოდით, მე, ჩემი შეყვარებული და მისი მეგობრები. და რო უთხარი, ჯერ ის როგორ გადავწყვიტე ეგ ეთყობა ეგ იყო რა მეწყებოდა უკვე რომ ამოსვლა მინდა და დახმარება მინდა. მახსოვს რომ მასთან ვიყავი მისული რაღაცაზე და რომ გამოვდიოდი რომ განვიხილეთ რომ მე ეს ვქენი ეს წავაგე იქ ვეღარ მოვდივარ რატო ვერ მოდიხარ იმიტომ რომ ეს წავაგე კიდე განხილვა მიდიოდა იქ იყო ყვირილიც ცრემლიც ყველაფერი ოღონდ კომუნიკაცია ვქონდა ჯანსაღი და რომ გამოვედი ჩემით გადავწყვიტე რომ მეთქი არ გინდა მეთქი ჩემთან ჩემნაირი ტიპი არ გჭირდება ესეთი ხარ განვითარებული წარმატებული ეს და მე უკან დაგხევ მე უყურე ყავდა ცოლი რომელიც უკან ხევდი მთელ მის ოჯახს სამეგობროს და გამარიდეს თუ გავერიდე ჯერ კიდე ვერ ყვევი მეთქი და კარი გავაყე და გამოვედი და მიუკეტე რა არ დამავიწყება ეს ცრემლიანი სახე ქონდა და ეს ლიფტის კრომკას დავაჭირე და რომ ველოდები რომ ლიფტის კარი უნდა გაიღოს უცებ უკანიდან ხელში მკიდებს რა რომ გაჩერდიო რა არ წახვიდეო არ მინდაო კაროჩეო რა რომ მიმატოვო რა და არც მე არ მინდა რომ მიგატოვო მოდი ეს პრობლემა ერთად განვიხილოთ მოვაგვაროთ ოღონდ ჩემთან ერთად წამოდი მეთქი ვერ წამოვა იქ ისევ ის დაიწყო რომ ეხა ფული არ ამაქვს ის ფული რაც უნდა მოგცე რომელიც ბილეთებში ისიც აღარ ამაქვს გაანებე თავიო ყველაფერს მე იმას ვიზავო, გადავიხდი რაც იქნება საჭირო და შენ უბრალოდ წამოდიო. და ეს თემა ნენელა ხანდახან ვილაპარაკოთ. ნახავო, რომ ამ ცხოვრების გარდა ჩემთან ერთად განახებ რა არის სხვაგან სამყაროში 100-ჯერ უკეთესი ემოციურად და ფიზიკურად და რავი გემოვნებით სანახავ. და იქ რო ჩავედით, იქ ერთი სიტყვაც არ იყო, რომ შენ ამას აკეთებდი იმას იქ სულ წყნარად გვერდზე მიждდებოდა ხან ამას განვიხილავდით ხა რო ჩავალთ ესე ხო არ გავაკეთოთ მოდი საღამობით ვისეირნოთ მოდი ვილაპარაკოთ იქნებ ფსიქოლოგთანაც ის არ იყო რომ წადი ფსიქოლოგი გჭირდება იქ იყო ესეც ვსადოთ გინდა მე მყავს ერთი მეგობარი და იმასაც დავეკითხები იქნებ როგორ ჯობია მანამდე ამ ადამიანისგან ქონდა ეს განკითხვის მომენტები არა ყოველთვის გვერდში გედგა. ყოველთვის ეს პერიოდი ეს ამ ადამიანს მე მგონი დიდი მედალი ეკუთვნის და ძალიან დიდ სულოვნება, როდესაც ჩემი მეუღლეა და მე ვიტყვი რომ რაც დაახლოებით 16 წელი
დავკარგე ჩემი თავის განვითარებაში რაღაცა ერთი ხელის ჩაკიდებით ამაწევინა და ბევრად წინ ვარ ეხა. ანუ ეს ადამიანი არის, შეიძლება შეგიძლია თქვა, რომ ეს ადამიანი არის შენი გამოჯამრთელების ერთ-ერთი პირველი ძირითადი წყარო. კი, აი ამ ადამიანმა, ჩემო მეუღლემ დღევანდელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ოღონდ ეს არ იყო დაძალებული ან იმის. ოღონდ თან ეგეც უნდა თქვა, რომ რისკზე წავიდა. ძალიან დიდ მე რისკზე წავიდა, რომ ხო არ იცოდა, რომ შენ რო ჩამოხვდები ზაობა გექნებოდა. იმე ხო არ იცოდა შენ რა ფსკერზე იყავი, ხო? შეიძლება და შენ ჩამოსულიყავი და იგივე გაგძელებინა. ანუ ეს არის აი ძალიან მაგარი რაღაცა. აი ის რომ ყველაფერი მოგვარებადია, ოღონდ ეს საუბრებით, დიალოგით, გვერდში დგომით, განხილვით, ყველაფრით, ოღონდ აი თუ აი ამ ყველაფერს ეს არ იყო აი თუ ამას არ იზავ, ან თუ აი ამას არ ულტიმატუმები არ იყო. იქ იყო. აი ეს ცხოვრება არის. ეს ცხოვრება შეიძლება გქონდეს. და არ გაანიაო. მე გვერდში გიდგევა. არც მე არ მინდა გაგანიაო. ეს ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. ძალიან დამეხმარა და აი რაღაც აუღე. აი წარმოიდგინე, შეიძლება დედა არ გაგიდგეს, მამა არ გაგიმ, იმიტომ რომ ოჯახია, შენი სისხლი და ხორცია, ხო? და ეს შეყვარებული როგორ მარტივად შეუძლია, ანუ მოთამაშეა, უთხარი შენ მით უმეტეს ხო, რომ შენ მე არ გამოგადგები რაღაც და ანუ ძალიან ჩვეულებრივად ადგეს და შეუძლია კარები გაიხუროს, როცა ამ ადამიანმა შანსი მოგცა. ადამიანის ძალიან დიდი მადლობელია, იმიტომ რომ ამ ადამიანმა და აი ამ თელმა გამოჯამრთელების პერიოდმა დედა ჩემთან რომელთანაც ნული კომუნიკაცია მქონდა ბოლო პერიოდი რომ მივდივარ მეხუტება. დედა ჩემი რომელიც ერთი ალბათ აი 16 წელი, ანუ ცოტა ნაკლებია, აი 10 წელი, აი ყველაზე მძიმე პერიოდი თამაშის როცა მქონდა, არც კი შემოდიოდა, იმიტომ კი აი ნუ შემოდიოდა, მე არ შევდიოდი უბრალოდ. თვითონ შემოდიოდა რომ აი ხო ჯანმრთელად ვარ, აი იმის ანახავად და არა რომ აი რაღაცა ისე, აი უბრალოდ შემოიხედა სუნთქავს, ანუ ჯერ კიდე ფეხზე დგას და ეხლა რომ მივდივარ, აი თავიდან მეც ის მქონდა, რომ აი მერიდებოდა, რომ აი გამოჯანმრთელებას გავდივარ იქ თერაპევტ. უკვე რომ მიხვდა, რომ რაღაცები შემეცვალა, რაღაცა მე ყოველ მისვლაზე ესე მეუბნება დედა გენაცვალოს და ჩამეხუტება და ლოყაზე მაკოცებს, რომელიც ავი არ მახსენდება. კი, ბავშვობაში ქონა, მაგრამ წლები არ მახსენდება, რომ ეგეთი რაღაცა გაეკეთებინა. ეს ყველაფერი ისე იქ მივდივართ, რომ რაღაცა ფსკერი ეს რაც უნახე, ჩემი იმდროინდელი შეყვარებული დღევანდელი მეუღლე დამეხმარა და დედა ჩემიც პარალელურად რომ მიხვდა რომ აი უკვე ამ გოგოსთან ურთიერთობა მაქვს, ისინიც საუბრობდნენ. ხო. ანუ ერთმანეთში რომ აი ხო იცი, იმიტომ რომ აი იცი რომ ესეთია, კი ვიცი, ამას უშველით ყო და დედა ჩემიც დაგვეხმარა. და მთელი რაღაცა ის ოჯახური შეიკრა, რომელიც ჩვენს გვერდში დადგა. რომელიც აი იმის მაგივრად რომ აი შენ არაფერში არ ვარგიხარ და არაფერი არ გიშველის და აი ხოლო და ეს შეგილია, პირიქით მოდი დავიწყოთ. აი ჩავთვალოთ რომ აი ამას ვეძახი, აი ბავშვი რო ნაბიჯების დადგმას იწყებს, თავიდან დავიწყე ცხოვრება. კარიერა ავიწყე, სამსახური მაქვს, ძალიან კარგი, ძალიან ისეთი სამეგობრო მყავს. ფინანსურად ძალიან სტაბილური ვარ და ბევრად უკეთაო, რომელიც შეიძლება ამ გადმოსახედიდან 16 წლის წინ ვარ დამეწყო, ბევრად წინ ყოფილიყავი დღეს ამ ასაკში, მაგრამ შეიძლება უარესადაც ყოფილიყო. ხო, მაგრამ სამაგეროდ ხელში გიჭრავს იმ ხელა გამოცლება, იმ ხელა რომ აი დიდი სიამოვნებით სხვებსაც დავეხმარებ, გაუზიარებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ პოდკასტით ძალიან ბევრი მაგალითს აიღებს, რომ რაღაცნაირად იმ ზაობამდე მივიდე და არ არის აუცილებელი, აი ფსკერს მე ვერ ვიგებ რა, არ არის აუცილებელი ფსკერამდე მიხვიდე, რომ სხვისი გამოცლება გაიზიარო, გაითვალისწინო და თუნდაც შენი მაგალითიდან რომ შენი დექი ზღვარზე, მთელი შენი ოჯახის და ყველაზე ახლობელი ადამიანის დაკარგვასა და აი აქეთ ცხოვრებას შორის იყავი შენ ზღურბლზე, ხო და ზუსტად აი ამის გამო არ ელოდონ ფსკერს და მანამდე დაიწყონ მზაობაზე მუშაობა, რომ მზაობა თუ არ არის, ნუ აზრი არ აქვს, ხო? ვიცით რომ მაგას აზრი არ აქვს. ეხლა რა მაინტერესებს, შენ ეხლა მithumetes ამდენ ჯგუფურ სესიებზე ხარ ნამყოფი, სხვისი გამოცდილებას მოგისმენია. საშიშია თამაშდამოკიდებული ოჯახში, ან სამეგობრო წრეში. მან დორი ის არის. კი. ძალიან იმიტომ რომ იმდენ ანუ მე ჩემი თავიდან ვიტყვი, ახლა სხვაზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვარ არის მომენტი რომ ფიქრობ ისეთ რაღაცაზე რომ
ისეთი რაღაცის გაკეთება მოგდის თავში არალეგალურის რავი სასწაულის ხა მაგალითია ხა ესე როგორ მოვიყვანო ყველაზე ცუდი მეზობელთან შევარდნაზეც კი გიფიქრია რომ იქნებ იქიდან რაღაცა და ეს მივიღო ანუ ეგეთ რაღაც ფიქრებზე მიყევ ხარ ანუ რაღაცის გამოტანაზე გიფიქრია სახლიდან არა მარტო მეზობლის ნებისმიერ ერთი სული გაქვს რომ ეგეთ რაღაცაში მოხდა რომ რაღაცა იმასქნა ეს ფიქრები სულ გაქვს როგორც კი თანხა არა გაქვს თანხა თუ გაქვს იქ უკვე როგორ დაამენეჯმენტებ შენ სიამოვნებას თორე ყველანაირ საშიში მე ვფიქრობ რომ არ უნდა დააბა ანუ მოდი ესე შევხედოთ იმდენად საშიშია რომ უნდა დააბა მაგრამ არ უნდა დააბა უნდა დაეხმარო ძალიან მნიშვნელოვანი არის პროსტა ეს ზუსტად ეს ცნობადობის ამაღლება ზუსტად მაგიტო არის მნიშვნელოვანი რომ იდეაში არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს მაგას რომ საშიში იყოს მოდი ესე ვთქვათ ხო იმიტომ რომ თუნდაც შენ ეხლა გეგი ანგელოზივით ადამიანი ხარ ხო რატო უნდა იყო შენი მეგობრისთვის შენი არ ვიცი შენი სოციუმისთვის რაღაცნაირად ისეთი ადამიანი რომელსაც უნდა ერიდონ ოჯახში არ უნდა შეუშვან ზუსტად ეს არის ზუსტად ცნობადობის ამაღლება რომ ასეთ ადამიანს ჭირდება დახმარება და არა თან ამავე დროს იმათიც მესმის იმიტომ რომ ზუსტად ეს ინსტრუმენტი სხვა არ აქვს გარდა დატუქსვისა ნუ კაი თავიდან მოფერებით სადა არ გამოვიდა მე დატუქსა და მე ეს არ გამოდის და მე უჩნდება ბრაზი რომელსაც ვეღარ ერევა მე ეგ მომენტი მაქვს იმიტომ რომ ანუ ჩემს ახლობლოშიც არიან ადამიანები და დღემდე რასაც ვერ ვშველი მე თვითონაც ვერ ვშველი რომ არ მქონდეს ბრაზი ანუ ალბათ ეგ მომენტი სავარაუდოდ ჩვენს დასამუშავებელი გვაქვს რაღაც მომენტში. ჩვენ ეგრე გვაქვს საქართველოს რომ ყველაზე მარტივად შეგვიძლია დიდხანს შევინარჩუნოთ ბრაზი. ანუ არც მიტევება, არც თანხა რაღაცა დახმარება, ანუ აგრესია თუ გიждდება, ის გაკ ყველაზე დიდხანს დატოვებული. ხო, ანუ ალბათ აგრესია რჩება იქამდე, სანამ იცი რომ ის ისევ იქ არის, ალბათ მაგ მომენტში. როცა იცი რომ შენს გარშემო შენ ღიად საუბრობ შენს წრეში რომ შენ გამოჯავრცელებული ხარ. აღარ ანუ იმათი მხრიდან რა ემოცია ეს არის ჩემთან ერთად კი? მაგრამ იმათი მხრიდან რა ემოცია მოდის მიგიღეს ეს ნდობა ეს ყველაფერი ანუ აღდგენილი არა იმ პროცესში გვერდში მედგნენ. აი იქ ის საზოგადოება რომელიც ასე თუ ისე რაღაცა ნაწილობრივ გამომყვა ის დღეს ჯერ იქიდან გამომდინარე რომ საერთოდ სხვა ადამიანი ხარო იმიტომ რომ ამდენს ლაპარაკობდე ამდენს რჩევებს რჩევა არა აზრს გვიზიარებდე შენ რაღაცა ხედვას გვიზიარებდე არა მარტო ეს თამაშდამოკიდებულება ეს პროცესი როცა გამოჯანმრთელებას გადიხარ მარტო ამაზე არ გადიხარ იქ ისეთ რაღაცებზე საუბრობ და ისეთ რაღაცებზე ამუშავებ რომ საერთოდ ნებისმიერ საკითხთან უკვე მიდიხარ სხვანაირად მოსაგვარებლად. და უკვე ხა ვერ ვიტყვი ხა ესე მაგრამ თამამად, მაგრამ ჩემს ხა სამეგობროში ისთანაც ვარ, ბევრ რაღაცაში უკვე ცოტა ისეთი ვარ რა, მაღლა ვდგავა. ხო, რომ ეს ამაში როგორ აკეთებს რა და მოდი. იმიტომ რომ დაიწყე ემოციების საუბარი, ემოციებზე საუბარი, რაც ჩვენ მართლა ძალიან გვაკლია, კი. ანუ ემოციებს არავინ არ საუბრობს. არა, ხა მაგალითად სად შეიძლება რომ ნასვამზე არ მაქვს ლაპარაკი. ორი ნასვამი კაცი რო ერთმანეთს დაუჯდება და გორ მიყვარხარ და იქ წრებლი რო ადგებათ არა. ორი ფხიზელი ქართველი კაცი რო დაუჯდეს და ერთმანეთს ელაპარაკონ საკუთარ თავზე. ისე რომ რჩევა არ მისცენ, მათსი არ გადავიდნენ. ხოლო საკუთარ თავზე ილაპარაკონ წრემლი თვალზე და აი ბღავილით ჩახუტებით ხო. არა. გავაჟიალ ახლა ძალიან. ანუ არა. არა. და იქ ეს არის. იქ მიდიხარ და საერთოდ სხვა უცხო ადამიანს უყურებ და რავი როგორი რაღაც საშინელი სიუჟეტი რო აიღო ფილმის რო მაგრატირი აი ვიღაცის ცხოვრებას ლაივში უსმენ აი ესე გვერდზე გიზის და არ გჯერა და გინდა რომ იმის მაგრად კი არ უთხრა რომ შენ მაინც ესე იქნები და ესე გააგრძელებ და შენ არაფერი არ გეშველება და სამკურნალო ხარ დგები და ეგრევე ხუტები ეფერები რომ ნახე მარტო არ ხარ და მეც ვარ ისიც არის ვიღაცა ლაშა ისე ყველა ვარ და ბევრნი ვარ. შენ როგორც რეალურად ბევრნი ვარ.
მამას აი რაში დაგეხმარა ეს პროცესი აი შეიცვალე ოღონდ შვილთან მიმართებაში ესეც კიდე რაღაც ეტაპებად ხო დავყავი ხა ჩემი ფსკერი ესეც ის იყო რომ აი იმასთან ერთად სადაც რო ვიყავი საზღვარგარეთ ამ ყველაფერს კარგავდი არა მარტო წავედი ესე გავიქეცი ესე რომ ვთქვა იქიდან რომ ჩამოვედი მივხვდი რომ იმასაც ეხლა რაც გავიარე ეს 10 დღე ამას ხო მთელი ცხოვრება დავკარგავ ხო შვილთან უკვე ანუ იქ სკოლა იქ ანუ ფინანსურ ხარისო თავი გავანებოდი რაზე უნდა ველაპარაკო მე რომელიც ქუჩაში რო გავა იცის რომ მამამისი არის მოთამაშე იცოდა არ იცის ნუ შეიძლება ეხა იქ იმის ფონზე რომ იმ ვისთან ერთადაც მოვდიოდი და ეს რო იზრდებოდა იმასთან არ მაქვს კომუნიკაცია კითხვები აქვს ვერ მეკითხება ნუ პატარაა ჯერ მაგრამ ნუ ვერ მეკითხება მაგრამ ქუჩაში რო გავა და ეს იმის შვილია აი ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის ტრამვაც რომ გადმოვიტანო რომ რაღაცა მხრივ მამა ჩემთან ურთიერთობაც ხომ მომყვებოდა და მირტყავდა რაღაცეებზე რომ აი ეგ რაღაცა ცუდად ხვდებოდა რომ ეს იმის შვილია ხო და აი ეგ არ მინდოდა იმიტომ რომ ყოველთვის შვილი ცდილობს რომ მამაზე უკეთესი იყოს ხო და აი მეც მინდოდა რომ უკეთესი და იგივე გზას მივყვებოდი თითქმის იგივე ნუ ის სხვა განხრით მაგრამ ნუ მე იგივე გზას მივყვებოდი რა დაღუპვის ამბავში და მინდოდა რომ აი რადიკალურად აი მე ის ტიპი ყოფილიყავი რომელიც გავაწლები და შვილს ვეთყვი რომ აი მე ესეთი ვიყავი დღეს ვარ ესეთი და არ გთხოვ რომ დამაფასო ან ამაღიარო უბრალოდ შეხედე რომ აი ესეთი ორი განსხვავებული ცხოვრება შეუძლია ადამიანს კონდეს ეგ სადაც ვიყავი რა ცხოვრებაც გავიარე ესეთი არის მეორე ხა მე ვერ მოვთხოვ ბავშვს რომ აი ნახე რა მაგარი ვარ და აი იამაყე ჩემი იმან თუ არ გაანალიზა იგივე ვარიანტია ეგ არც არის საჭირო რომ უთხრა თვითონ ხდება და თვითონ მე ბავშვს დავკარგავდი რეალურად ეგ რო გამეგრძელებინა ანუ ნუ ჩემი ყოფილი მეუღლე ჩვეულებრივად იზავდა არც შევეწინააღმდა იტყოდა რომ მასთან კომუნიკაცია არ უნდა ქონდეს იმიტომ რომ იქ სწავლაში მონაწილეობას არ ვიღებ განათლებაში სეირნობაში რა ვიცი ბავშვი კინოშია წასაყვანი რაღაც უნდა ჩააცვა დაბადების დღეზე ფინანსურად რო არა გაქვს ურთიერთობაში რა სავარია ურთიერთობაში ვერაფერზე ვერ ელაპარაკებ რაზე უნდა ელაპარაკო შენ თავში გაჭედილი რაღაცა რომ აუ ოღონდ თამაში და ეხა ერთი სუნი მაქვს და ეხა რაღაცა ისა და ხა ბავშვს უნდა აუხსნა რატო უნდა მოიქცეს სკოლაში კარგად სად მაქვს მაგის ნერვი აი ეგრე ხარ უკვე და აი ეგ რო არ მინდოდა მქონოდა იმიტომ რომ აი ცოტა პატარა ისე დეტალს მოვყვები მანდაც რაღაცა საკმაოდ სოლიდური თანხა რომელიც რაღაცისთვის ქონა გადადებული ახლავე 35-40 წუთში სახში ჩუმა წავაგე და ოთახში შემოვედი აი ეგეც კი არ იყო ჩემთვის ფსკერი ბავშვს მიუწექი არ მახსოვს მაშინ რაღაცა რომელი წელი ან რამდენი წლის იყო ნუ პატარა იყო რა ძალიან პატარა იყო და იქ მიუწექი და ბავშვს ველაპარაკებოდი როგორი დებილი მამა ყავს ბავშვს რომელიც არც ესმის და იქ აი წარმოიდგინე ანუ როგორ მიჭირდა რომ ეგეთი რაღაცების ლაპარაკი მინდოდა და ეხლა დასრულს ვერ დაუწყებ იმიტომ რომ იმას ვერ აუხსნი ანუ ის შეიძლება ჩამაჭიროს ვერც ვცადე ანუ შეიძლება მეცადა მეთქვა და არავის არ ჩაეჭირა მაგრამ ნუ არ მოდის იქიდან არ ჩემგან და ბავშვი რომელსაც არც ესმის ძინავს წყნარად ჩვიდად რა ვიცი ამისაც ანუ ეს იმდენად გაწუხებდა რომ გინდა რომ ლაპარაკებოდი რომ აი ხა ნახე მამაშენმა რა გააკეთა ბავშვს ეძინა ანუ შენი დაგროველი ის იყო რაც გინდოდა რომ გამოგეთა ჩვეულებრივად ლაპარაკებოდი რომ აი ნახე მამაშენმა რა გააკეთა იმის მაგირად რომ აი ხა რაღაც ბაკურიაში სუფთა ჰაერი წასულიყავი ის ფული გაანიავა აი ხა ცოლთან უნდა მოვაგვარ აი ამ ყველაფერს ანუ ეს თვითგვემა და რაღაცა ყოველთვის თან გაზდევს აი ეგეც კი არ იყო ჩემი ფსკერი აი იმის მაგირად ჩემ ცოლს უთხარი მაშინ რომ ყოფილ ცოლს რომ მე წავალ დავაძინებ მიუწვევი ცოტა ხანი ნუ 1 საათი ველაპარაკებოდი ნუ დავიცალე იქ მაგრამ ეგეც არ იყო ფსკერი იმიტომ რომ აგერ მაგალითი წევს ცხოვრების არსი რომლის გამოც რაღაცა უნდა გავაკეთო და არა მაინც ვაგრძელე არ იყო ფსკერი იმიტომ რომ დაიცალე იმ მომენტში და ეგეც არის ეგეც არის მაგრამ ნუ მე მეორდებოდა და მე უკვე აი ჟარგონულად თქო გამიტროხდა უკვე აი მიწოლა და ლაპარაკი იმიტომ რომ რაღაცა ფიზიკურად ვიცი რომ ადამიანია მაგრამ ველაპარაკი არ ესმის მაგრამ ველაპარაკებ იმიტომ რომ სხვა ადამიანი არ ვიცი და აი რაღაცა ეგეთი მიდგომით წავიდა მე უკვე ის რეაბილიტაცია იმიტომ რომ ჩემ ხელა ზოგი პატარა იყო ზოგი დიდი იყო და
ანუ ადამიანი მაინც რაღაცა როგორც ფსიქოლოგი კი არა სოციალური არსებაა, რომ გჭირდება ვიღაცა რომ იყოს, რომ ესაუბრო შენ და თუნდაც მძინარე ბავშვი, იმიტომ რომ იმაში პოვებდი ერთადერთ არსებას, რომელიც არ განგჯდა იმ მომენტში, რასაც შენ ეტყობდი. იმიტომ რომ ის არც დამტუქსავდა და არც განგჯი გვაქვს რეალურად ყველას რა და ანუ არ გვინდა რომ ვიყოთ ისინი გაჯეჯულები. აი ეხლაც რომ აი რატო ზივარ ესე, ანუ იმიტომ კი არა რაღაც ავაწყე უკვე ჩემ ცხოვრებაში, რომელიც დროთა განმავლობაში ისინი გაიგებენ, მაგრამ ეხლა დავიწყე ამის აწყობა და მაგიტო არ მინდა რომ იცოდნენ, ანუ ჩვენ მე ძალიან მართლა დადიტაკებთ იმას რომ ეხლა იცი რა 4 წელი არ ვთამაში, აუ შენ 16 წელი თამაშობდი, 4 წელი არაფერი არა. და ადამიანს მოდი მაგას გავცეთ პასუხი. ანუ ეხლა მაინტერესებს შენი ფსიქიკა ეხლა ისეთი ძლიერია, რომ იქ რაღაცა ქარმა რო დაუბეროს, რაღაცა სტრესი შეგებთხვას, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ ნუ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება რა. ანუ აი რაღაცამ რო აურიოს, მოკლედ, ნიავის მიმართულება. მიბრუნდები ისე. დღეს 100%-ით მჯერა რო არა. აი იმდენად იმასაც ვიტყვი, რომ აი ხო აი შედარება რო გავაკეთო, ესეთ პატარა მარტივი. ხა სიგარეტზე თავის დანებება რა. თუ გინდა დაანებებ. ხო. აი მიჭირს, აი მაინც მოუწევ, აი დაანებე, პირველი ერთი კვირა შეიძლება გიჭირს, ხო დაუშვ. აი ამ რეაბილიტაციის პერიოდში ერთადერთი რაც გქონდა, ხანდახან წვებოდი, რომ აუ ის რა გავაკეთე, ის მომავალზე არ ვფიქრობდი, რომ ამას ვიზავ, ანუ ვითამაშებ ან რაღაც. აუ ის ესე რო ვქენი გახსოვს და აუ ხო ესე იგი და რაღაცა ჩემ თავში რაღაცებს ვეძებ, მაგრამ ვიზავ არ მქონდა. იმის მერე აი მართლა ეს კურსი რომ მოვრჩი, რომ მივხვდი რომ მოვრჩი, არც მიფიქრია. თავისითაც არ წამოსულა რომ მე რაღაცა ან ვიდეოს უყურო, ვიღაცა როგორ თამა დღეს მაგარი პოპულარული არ ვიცი, ნუ ერთი 8 წლის წინ ალბათ იყო პოპულარული, რომ ვიღაცები უყურებდნენ სხვა როგორ თამაშობს. მართლა? კი. და რეალურად მე მგონია რომ მანდ უკვე ტრავმები და ასე ვთქვათ ცხოვრების ქარის მიმართულება იმდენად მნიშვნელოვანი არის, რამდენადაც შენ უკვე ხელში გიჭირავს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, როგორ გაუმკლავდე ამ ყველაფერს და აი ამ სიცარიელებს. ზუსტად აი ეს მე მგონია ის ამხელა აი 10 თვიანი კურსი და ძალიან დარწმუნებულია რომ მოგცემდა ზუსტად აი ძალიან ბევრ დიდ მენიუს, გამრავალფეროვნებდა შენს მენიუს, როგორ შეიძლება თუნდაც იქ მოწყენი, აი მოიწყინო უბრალოდ როგორ შეიძლება მოწყენილობა მოკლა იქ, როგორ შეიძლება რაღაცა ტრავმას ებრძოლო და რაღაცა. მე მგონია რომ ზუსტად აი ესეთი სახის რეაბილიტაციები და სესიები ადამიანს აძლევს ინსტრუმენტებს, როგორ მართოს მომავალში ის ცხოვრების სირთულეები იქნება და რაღაც, ხო? განტოლებებია, რომელიც უნდა ამოხსნა. დღეს მაგალითად, ანუ რეალურად მე დაუშვათ 9 თვეში მითხრეს რომ შენ მიხვდი და მეც ეს დავფიქრდი მერე რომ თან დიდი ხანია უკვე მიხვდი რომ შენ უკვე სხვა რაკურსით მიდიხარ, სხვა კურსისკენ გაგაღებული გეზი და კაი მეთქი, მაგრამ მაინც ვივლი მეთქი და არ გინდა. ეხა უკვე გადადიხარ აი ამ ცოდნით, აი როგორც აიღო სტუდენტი, სკოლის მოსწავლე. ამ ცოდნით გადადიხარ და მუშაობ შენ თვითონ. მუშაობ კითხვა გიჩდება, მოდიხარ. აი როდის გაჩნდა, როგორ მიხვდი რომ всё მორჩი რეაბილიტაციას? ცოტა ისეთი ბანალური და ისეთი მარტივი პასუხია. მივხვდი რომ სისულელეებს დავიწყე ლაპარაკი. ანუ რას გულისხმობ? თერაპიების დროს სისულელებზე? და ანუ უყურებ და ხვდები რომ არ აინტერესებს რა. და აი ეს მივხვდი, ის კი არა რომ მაგრძნობინა რომ რაღაც, ანუ არ აინტერესებს. და მე მივხვდი რომ ესე ვკითხე რომ მეთქი ეხა რასაც გიყვები მეთქი. რამე თემაში არის მეთქი აქ, არა საერთოდ, უბრალოდ გისმენ. რაც გინდა მოყევიო. და ერთი სამჯერ მაინც მივედი რომ მეთქი აი იქნებ რაღაცა, აი ეს ვქნათ, ის ვქნათ, ანუ ყველაფერზე პასუხი მქონდა. ანუ 3 მისულით, ანუ ახლობლად 4 საათი რო ავიღოთ რა, ისე 1 საათიანია, მაგრამ ნუ გააჩნია სამუშაო როგორი. აი 4 საათი რო ავიღოთ ამ 3 ვიზიტით, დაახლოებით თავიდან ბოლომდე გავიარეთ ყველაფერი. და ყველაფერზე პასუხი მქონდა. ანუ რეალურად, როდესაც ან ფსიქოლოგის მიერ, ან შენივე დასმულ კითხვაზე, როდესაც გაქვს პასუხი, всё, მანდ მორჩა. და არა შელამაზებული და არა იმას, რაც მოეწონება, არამედ რეალური პასუხი, მანდ მორჩა. მანდ უკვე ფსიქოლოგი ვეღარ დაგეხმარება, საით წაიყვანა. ხო. ეგ უკვე ჩარევა არის, უკვე ისე ვიქ მიდივართ, რომ იძულება არის. იქ უბრალოდ აი ესე წიგნს დაგიხურავს
გაგატან სახშია მთელ შენ 10 ნუ ჩემ შემთხვევაში 10 თვიან ნაშრომს დაიკითხე როცა მოგინდება კი ბატონო თუ მოგინდება დაამატე კიდე ერთი გვერდი და ესე ამატე და ბევრი რაღაცა მასწავლა როგორც წეგან თქვით სხვადასხვა პრობლემების მაგ დახმარებით მოგვარება ხო აი მაგას რა ინსტრუმენტები გაქვს წამოღებული ხელში გიჭრას ინსტრუმენტები და ერთი ბოლო კითხვა და დავასრულოთ საერთოდ ესე ნათქვამია რომ ასე ვთქვათ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი მეორე ეგეთ ადამიანს ცნობსო კი მოთამაშე ცნობს მოთამაშეს როგორ რაქცე აი რა არის ქცევა მაგას არ ველოდი აი სუნით ეგრევე მიხვდება რა მისუნი ასდის ეხა ონლაინი კაი მაგას ვერ აი მაგასაც პატარა ისეთი ერთ წუთში ჩავატევ ესე მოყვები რა გემართება ანუ შეხვედი კონკრეტული თანხით დაიწყე თამაში 20 საათი ყოფნის ეს ფული 20 საათი ზიხარ მაქსიმუმ მოგწყურდეს ხა ღერზე ეწევი 20 საათის მერე დამთავრდა შენი თამაში გაითიშე აი სარკეში რო ჩაიხედები აი მანამდე როგორც არის რა მანამდე და შემდეგ ისეთი ვიზუალი გაქვს ანუ მაგას ვერც ერთი ფიზიკური დატვირთვა ვერ გაგიხდის ეგეთ ვიზუალი ხო მაგრამ ადამიანები ხო არიან უძილობა ჭირთ ისომნი ანუ არა ამას სხვა დამჭკნარი ხარ ნანერვიულები ანუ იქ ისეთ რაღაცებს გამოყოფს შენი ორგანიზმი აი როგორ თქვა ზოგი ხო არისო ზის დაუფლიანდება ისეთი სუნი აგდის მაგ დროს კაი არ გადავიდა ზეთიანი ხარ აი ვაფშე სხვა ადამიანი ხარ იქიდან გამოსული აი როგორ თქვა რესტორანში რო არა აი დროის ტარების სუნი რო აგდის აი ეს ტიპი იქიდან რო გამოვა გვერდზე რო ჩაგიაროს ეგრევე მიხვდები საიდანა და სახეზეც რო დაინახო ონლაინ რო თამაში აუ იქ ერთ-ერთმა ნებისმიერმა დღევანდელმა მოთამაშემ ლოგინში მწორი არის რომელიც ლეპტოპი ესე ფეხებზე უდევს მოიგო რაღაცა თანხა ან ჩარიცხა თანხა 60% წააგო ისე რომ დაუშვათ ბალიშიდან ესე არ წამომჯდარა აი უცებ ჩახუროს ლეპტოპი და შემოტრიალდეს თავის მაიკას და ბალის შეხედოს და მიხვდება რომ ან ეს არ არის ოფლი ეს არის რაღაცა ისეთი ენერგია გამოგდის ორგანიზმიდან ამას ვერ გამოიყვან არ ვიცი სხვა რაღაცა დამოკიდებულებები და როგორ არის მაგრამ ამას ეგრევე ესე ვერ გამოიყვან ეგ არ არის რაღაცა აი რო გაოფლიანდები და ინერვიულე ხა სხვა რაღაცეები მოგდის სხვანაირად ბერდები ნერვიულობსაც სუნი აქვს რაღაც დამახასიათებელი სუნი აქვს მაგრამ ეგ კიდე სხვანაირად გაბერებს სხვანაირი ვიზუალი გაქვს ჩაცმის სტილი გაქვს ცევა მანერა აი სხვანაირი ხარ აი გამოვა აი როგორც აი ნანსვამი კაცი რო გამოვა და იცი რომ ეს 20 წელია სვავს და უკვე ფეხი არ ერევა მაგრამ შენც ეგეთი ხარ მიხვდები ეს 20 წელია სვავს ეტყობა ახე ფეხი არ ერევა მაგრამ მაგარი ნასვამი აი იგივეა შემილია თქვა ნუ დღეს აღარ ვიცი მაგრამ ადრე ხვდებოდა ცნობდი აი ავტობუსშიც რო ახვიდე აი ხარ ავდივარ აი ვიზუალზე ხვდები კაი რა სასწაული აუ ძალიან საინტერესო იყო ძალიან ბევრი რაღაცები მე თვითონაც გავიგე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლებიც და მსმენელებიც გაიგებენ მართლა ამ ეპიზოდის ყველაზე პირველი მისია და მიზანი არის რომ ავამაღლოთ ცნობიერება და აი ეს რესურსი ეს ენერგია დახმარებით მივმართოთ უფრო ჯანსაღი რაღაცეებისკენ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. იმედია რომ ეს პოდკასტი და ეს ეპიზოდი ზუსტად იქით წავას, რაც ჩვენ ჩავეფიქრეთ. მე აქვე შეგახსენებთ რომ მიწისძღილის კარაქის სნექი არის პოდკასტის მეგობარი კომპანია და სპონსორი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება რომ გქონდეთ ჯანსაღი ხემსი, რომელიც არის გადასარევი წყარო ცხიმების, ცილების და ნუ რა თქმა უნდა არ აქვს დამატებული შაქრები და საერთოდ არანაირი დანამატები. რაც ავარია წარმოებულია საქართველოში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, დაგვიკომენტარეთ რა თემებზე ისურვებდით საუბარს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომავალ ეპიზოდამდე.